შაბათს 22 საათზე მაფია All-Stars მეორე სეზონით ბრუნდება ბეტსონ სპორტის არხზე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფიის All-Stars მეოთხე ეპიზოდია ეს და ვთხოვთ რომ გულები გაგვისპამოთ ჩატში. და გამოიწერეთ ამ ადამიანების არხები და კომენტარებში გაგვამხნევეთ. პირველ რიგში გეტყვით რომ ბეტსონ სპორტი არის ჩვენი სპონსორი, რომელმაც გამოყო სპეციალურად 20,000 ლარის საპრიზო. საპრიზო კი ნაწილდება ქულების მიხედვით, რომელსაც თამაშის ბოლოს წერთ. მაფიის სპონსორია Celsius-ი, რომელიც არის გათბობა გაგრილების კომპანია, ის არის არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი. მადლობა მათ სპონსორობისთვის და მათი რჩეული მიიღებს განსაკუთრებული პრემიალური ხარისხის გათბობის ქვაბს. 6,700 ლარის ასე რომ მოიგეთ სპონსორის გულები. ვერავინ ვერ მიიღებს, მიმაქვს. არ მინახო. ახალი ჰეშტეგი გვაქვს TikTok გათამაშებისთვის და აი აქ გამოიტანს ჩვენი ედიტორი. მადლობა ედიტორებო ასეთი მაგარი კლიპებისთვის. იხმეწებით არ გამოიტანოთ რა და მირიან მეფის 31-ში ფულო მაფიაში ვიმყოფებით, სადაც ასეთი შესანიშნავი გარემოა. აქ ნებისმიერ თქვენგანს დაგხვდებათ მაფიის თამაშები, ასევე PlayStation-ები, ბილიარდები და ახლა უკვე კომპიუტერები, სადაც კაუნტერი და სხვადასხვა თამაშები შეგვიძლია ვითამაშოთ. კი, რა თქმა უნდა. კაუნტერი და Dota-ა ჩაწერილი. მაფია ჯიზე კი შეგიძლიათ რომ დარეგისტრირდეთ და ძალიან მაგარი კონტენტი დაგხვდებათ მალე და შეგიძლიათ რომ დაჯავშნოთ თამაში დისტანციურად. ბეტსონ სპორტის აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ და ხმამისცეთ თქვენ რჩეულს, რომელიც მოიგებს 500 ლარს ყოველი თამაშიდან. შესაბამისად, დაუჭირეთ მხარი თქვენ რჩეულებს. მადლობა ბეტსონს კიდევ ერთხელ სპონსორობისთვის. მე მგონი დროა რომ დავიწყოთ, წარმატებულ თამაშს გისურვებთ. სლენდერას ვთხოვ რომ დააღამოს და კარტები დავარიგოთ. ქართშოპ ჯიზე იაკუძას კარტები შეგიძლიათ რომ იყიდოთ. დავიძინოთ, ავიფაროთ ნიხბები. იღვიძებს ყველა პირველი ნომერი და ირჩევს როლს. იღვიძებს მეორე და გაეცნობა თავის როლს. იღვიძებს მესამე იღვიძებს მეოთხე ჩუმას იღვიძებს მეხუთე იღვიძებს მეექვსე დიახ თქვენ ხართ იღვიძებს
მეშვიდე მაფია ჯიზე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ტურნირებში, ასევე გასართობად თამაშებში. გარეგისტრირდით. იღვიძებს მერვე იღვიძებს მეცხრე იღვიძებს მეათე იღვიძებს მე-11 აიღვიძებს მე-12 და ნახავთ რა როლი დაუტოვა ქალაქმა. ვიცით უკვე ამ ქალაქში რა როლები გვაქვს, ხელები ავიღოთ მაგიდიდან, თავი დაბლა დავხაროთ და იღვიძებს მაფია. დონი იქნევს ხელს, დონი ირჩევს მარჯვენა ხელს, ხელები გავაჩეროთ ხამე. აფიას ჯამში 30 წამი აქვს. ვემშვიდობები. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაგუძა. შოგუნი იქნევს ხელს. ვემშვიდობები. იღვიძებს დეტექტივი. იღვიძებს ექიმი. თენდება ამ ცოდვებით ახსავს ექალაქში. პირველი ნომერი გახსნის წრეს, ფოლებს დავწერ ძალიან მკაცრად, გთხოვთ. პირველი ნომრის 1 წუთი. დაამკაცრია ფოლები. ფოლი 12. და მოწონს ბატონი წამყვანი სიმკაცრე. მაგრამ მინდა რომ ქალაქიც ისე მკაცრად ვიყოთ და შეცდომები არ ვაპატიოთ არც ერთ შავს და მით უმეტეს უფრო ცუდი შეცდომები არ ვაპატიოთ წითლებს, იმიტომ რომ ცუდი წითელი შავზე უარესი არისო, ნათქვამია. ხო, მახარ, ანუ შენ გიყურებ. ანუ მე ეხლა მიხარია რომ წითელი კარტი თუ არ, მაგრამ არ მიხარია რომ შენ თუ წითელი იქნები, ჩემთან ერთად იქნები. იმიტომ რომ შეიძლება სრულიად თავისუფლად გაუშვა ისეთი კარტი, რომელიც არ არის გასაშვები. როგორც ჩვევია ხოლმე. ხო და რა მგონია რომ მახარა ეხლა უფრო შავი არის ვიდრე წითელი. აი ესე პირდაპირ გეუბნები, იმიტომ რომ არ მომწონხარ. აი არ მომწონხარ. პოლი შეურაცხყოფის პოლიციის მიუწერეთ თუ შეიძლება. მე ამჯერად დასრულა ჩემი დრო, ხო? ორ ნომერს უსმენ. მოგესალმებით, წითელი კარტი მაქვს. სასიამოვნო თამაში გისურვებთ, რა შეეხება პირველ ნომერს. რა არის, იცი, გახსნით როგორ სახითაც იყურებოდი, მომეწონა, მაგრამ აი მე რაღაცა თითქოს აი შენი საუბრიდან გამომდინარე, გინდოდა რომ რაღაცები დაგემალა სამ ნომერზე საუბრით. რაღაცა ეგეთი დავეწმა დამჭა რა. ეგეთი შავი არ მგონი ხარ, მაგრამ აი ეგრევე სამ ნომერს რო უტევე გამომწონს ეხლა რა. თან მით უმეტეს შენ თვითონ ამბობ, რომ გასაგებია რომ ჩაიხსენი, მაგრამ იმას ხوارიშნოს რომ შავი არ ახარ. ანუ არ იხსნება არაფრად. აი პირველ ნომერი გონებ რომ არაფრად არ იხსნება რა. მე წითელი კარტი ვარ. აი სამ ნომერს რო არ დაგეწვა ლაპარაკი, შეიძლება შენთან მეთამაშა, მაგრამ აი ის არ მომეწონა რაღაცა. მე ხა წითელი ვარ, ეხა წითლები რაღაცა ცოტა ხელოვნური მომეჩვენა ეს ყველაფერი რა. ბერს დრო ბომდე თითქმის ვერ გამოიყენე, იმიტომ რომ სამ ნომერს უთმობდი ამ დროს. სხვა რა შეიძლება რომ თქვა, არ ვიცი, რა ცოტა უფრო იქეთ რის ვწურავი და მე უფრო კარგად ვისაუბრებდი. აი მომდევნო წრეზე ვნახოთ ახლა. წარმატებას გისურვებთ ქალაქს. ბას. სამიანი მართლა აი დაკმენილი ვარ ქვევით, არ ვიცი რატო. ჯერ არ დაწყებულა თამაში და ძალიან უხერხულობაშია. მე მგონია რომ ამ თამაში მე ჩემი როლი ვიპოვე რა, ეს არის პატრიოტული მოქალაქე, სადაც ძალიან კარგად ვთამაშობ. არც არავის მოტყუება არ მიწევს, არც უხერხულად ჩავარდნა არ მიწევს, სულ გაქნეულ ემოციებზე მაკონციალებს. ფოლი რო არ მივიღო, უკვე ავიღე ფოლი. ოზი არ მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცა აი
იმიტომ რომ მომეწონა მიკმინა და რატო უნდა მომწონებოდა მართლა კბილები რო არ გამოიყენება შემოსწონებოდა კიდევაც არ მომეწონა აი რაღაცა აი მეგობრებო კვანცხბეკიდან გადმოდგა მეგობრებო დაანახოთ რა შეცდომები და რაღაც შვილო შემიჭირი მე გეხვეწები რა მოცული გვაქვს ეკვილი კოპალამ სტანდარტულად გაატარა ყველაფერი ჯეჯირობით არ შეიმჩნია ოზი არ მოწონს ჩემზე ალბათ მიხვდებით ვინა ვარ და ლუკა არის უბრალოდ კარგი ადამიანი ამ თამაში ჯერ არ ვიცი ვინ არის უბრალოდ კარგი ადამიანია და ამას ვერ ვიტან და ეს მინდა ბოლო წამში ჩამეტია 400-ს უსმენ მოგესალმებით მე ვარ პატიოსანი მოქალაქე საინტერესო ღამე იყო იმიტომ რომ ვიჭყიტებოდი ღამე და მოგეცინებს ხოთი ანუ ჩემი დრო იკარგება მე 5 არის შავი 11 შავი 8 შავი იაკუძა და ეს ვერ დავინახე დეტექტივის ვერ დავინახე ეგ შავები ვიცოდეთ თავი. კაი, ოზის არ მომეწონა ოზის გახსნა მე დიდად, იმიტომ რომ აი კოპალამ რაზე ჩააჭირა მე კარგად შეუტია. და არ მომეწონა შენი გახსნა. ორიანი შეტევა ეგ მომეწონა, მაგრამ მაინც ჯერჯერობით არ ვითამაშებ, იმიტომ რომ შოგუნია. სამიანი მეც იგივე ბედი და დღეში ვარ, ანუ სულ მოქალაქე ამომდის და ამ მოქალაქით მიწევს და ამიტომ შენთან ვითამაშებ. შენთან ვითამაშებ ამ წრეზე. დანარჩენებს დააკვირდებით, შოგუნს და იაკუძას ვიპოვით, იმედია. ას ხუთიანი გამარჯობათ მეგობრებო მე ოზი არ მომეწონა პირდაპირ ეს მკაფიოდ დავაფიქსირებ კოპალაც არ მომეწონა მაგრამ უფრო კოპალა ცოტა ნეიტრალურს მახარა ძალიან მომეწონა ლუკაც მომეწონა ვითამაშებ 3-ს და 4-ს მე მეგობრებო წინა თამაში ძალიან ცუდად ვითამაშე მინდა რომ მაყურებელს ბოდიში მოუხადო არა მესამეში წეგრე ასევე ძალიან მინდა რომ პერსონალური ბოდიში მოუხადო ნინიკოს და ანანოს. მე დავეცი წინა თამაში ადამიანები ეცემიან, მაგრამ უფრო ძლიერები დგებიან და ძლიერები აგრძელებენ ცხოვრებას და მე დღეს ძლიერი ვარ. 6 ნომერს უსმენთ? მე ვერ ვიტყოდი რომ ეგრე ძალიან არ მომეწონათ ხო პირველი ნომრის გამოსვლა, იმიტომ რომ თითქოს რაღაც ტაქტიკას გავდა 3 ნომერს რო შეუტია, რომ 3 ნომერს მე რაღაცები ელაპარაკა. მე ეგრე შევამჩნიე. 2 ნომრის ის არ მომეწონა უბრალოდ რომ პირველ ნომერს, ანუ 3 ნომერსო დაახარჯა, რომ აი რაღაცზე უნდა ელაპარაკა მეტი. თავის კარზე თქვა და ნუ всё, მეტი რაზე უნდა ელაპარაკა, ნუ არაცა და მაგრამ ალბათ დიდს არაფერს აღარ ელაპარაკებდა. 3 ნომერი არ ვიცი ჯერჯერობით, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავიგე. 4 ნომერის ის მომწონს დამოკიდებულება ამ თამაშისადმი უკვე. 5 ნომერიც მომეწონა, ამიტომ მე ვითამაშებ ჯერჯერობით 4-თან და 5-თან მარტო. ჩემი გუნდი იქნება 4, 5, 6 პირველ წრეზე. ყველაზე მეტად ეხლა არ მომწონს უფრო 2 ნომერი ალბათ, იმიტომ რომ თითქოს ეცადა რომ პირველი ნომერი გაეწურა ბოლომდე რა. მადლობა, შვიდიანი. ოზი არ მომეწონა. ცოტა აჭირმა დაიწყო, დაბნეულიც იყო. ამიტომ ოზისთან ვერ ვითამაშებ. 2 ნომერს ვერ მიხვდი შენ რატო შეუტიე, რავი, ძალიან ნეიტრალური საუბარი ქონდა, ბევრს ვერაფერს იტყოდა. ნეიტრალურად დავტოვებ 2-იანს. 3-იანთან ვითამაშებ, მახარა ძალიან თავისუფლად არის და მგონია რომ პატიოსანი მოქალაქეა. 3-იანთან ვითამაშებ, 4-იანიც მგონია რომ პატიოსანია, იმიტომ რომ ძალიან თავისუფლად არის. კარგად გადავდნენ ორივე და ჩემი დადებითად შევაფასებდი რა. ჰიტაზე არ ვიცი რა ვთქვა. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი მოდი ჰიტაზე, ნეიტრალურად და 6-იანი უფრო არ მომეწონა, ვიდრე მომეწონა რა. ამ ეტაპზე ჩემი გუნდია 3, 4, 7. პას. მადლობა. 8-იანი? დავიწყებს არა სამწუხაროდ არც მე მომეწონე ოზი
ძალიან ცდილობდი. ეს არ მომიწონა შენში. მე რო ორიანზე შავი ყოფილიყავი ოზისთან ერთად ზუსტად იმას ვილაპარაკებდი, რაც კოპალა მილაპარაკა და არ ვიცი ეხა პატიოსანი ხარ არა ხარ, მაგრამ ბოლომდე ხელი რო არ გაუშვი ოზის და რადიკალური არიყავი, ამაზე ვერ თუნდაც პატიოსანი იყოს, ჩემი აზრით რადიკალური უნდა ყოფილიყავი, იმდენად ცუდი გამოსულა იყო პირველი ნომრისგან რა. მე დავიტოვებ იმ აზრსაც, ჩემში რაღაც რამდენიმე პროცენტს, რომ 1-2 შეიძლება გუნდში იყოს შავების. 3-4 საკმაოდ ლაღი და კარგი იყო მომეწონა, ბევრი მაცინეთ. 5 ნომერიც კარგი იყო. უბრალოდ მგონია რომ ამას ისედაც ილაპარაკებდა შავზეც და წითელზეც, ანუ აზრი არ ქონდა ამ ყველაფერს რა. თუმცა მაინც პატიოსანი მგონი ხარ, ჯერჯერობით, ვინც მაცინა იმას გუნდში ავიყვან 3-4-5, 6-7, არ ვიცი. ფიქრობდით, ამას ძალიან ვაფასებ, არ მგონი ხართ შავები, მაგრამ არ ვიცი. ძალიან ფიქრობდი ხო რომ რაღაცას ალაგებდი შენ გონებაში. 9 ნომერი. მოდი 8 ნომერს ავიყვან ეგრევე გუნდში, იმიტომ რომ 2 ნომერზე მეცი როგორ უკმინა, იცი, აი დამპალო უთხარი ერთი და ანუ ოზი შენ თუ აქედან გაშავებს ყველა და ესეთ რაღაც ვსაკეთებ. გიხარია რომ გაშავებ, საინტერესო იქნება რატო? ანუ ნახოთ, არ ვიცი, შევხედავ მაგას. მე წომეჩვენა რომ ცოტა ზედმეტი ელაპარაკე და 3 ნომერზე რაღაც აი პირველი ნომერი ჩანს ხოლმე მე სიტყვებს თუ ეძებს და სიტყვებს ეძებდი აი მახარ უნდა ელაპარაკა მოდი ახლა მახარაზე ვილაპარაკებ ანუ რაღაც მომზადებული არიყავი 6 ნომერმა ერთადერთი ვინც ილაპარაკა შენზე კარგად არის 6 ნომერი ორივე გუნდში რო იყოთ ეგრე ჩამოყვებოდა ხა ყველა გაგაშავა მე მგონია რომ გაირიყებოდა ეს შენ არ ანუ შეგიტევდა ესეც რა ამიტომ შეიძლება გუნდში არ იყოთ მაგიტო მაგრამ ანუ ითამაშე ჩემი 3 ნომერი ბიჭო შავი რო იყოს და მოიგოს რა გახსნა ქონდა იმენა მახარამ დაამკვიდრა არ ვიცი იცით თუ არა თქვენ ხელები ახალი ჟესტია აი ეს მაფიაში შემოიტანა ეხა ამას რო გააკეთე ეს არის გულწრფელად მეუნდები თუ არა ხო რა თქმა უნდა 3 ნომერი არის ჩემ გუნდში 4 ნომერიც ჩემ გუნდშია და 8 ნომერიც ჩემ გუნდშია სხვა შორის კოპალამ რო ეს შეუტე ლაშას რეაქცია დავინახე აქედან და ესეთი ფეისპალმი გააკეთა ეგ მომეწონა 10 მოგესალმებით მეგობრებო რა რა ჩახება პირველ ნომერს, მეც იქ ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად საუბრის თავდაჯარება გაკლდა. განსაკუთრებით არ მომეწონა მესამე ნომერს რო გადაწყვი, არ გისაუბრია, მაგრამ უკვე შავი მგონი ხარ, ეგ ძალიან არ მომეწონა. მეორე ნომერს რა ჩაეხება, არ ვიცი, სანამ არის საუბრობ და თქვენას არ დააფიქსირებდით, აი ესე რომ აი არ მომწონს, ანუ არ მქონია რეაქცია, იმიტომ რომ პირველ ნომერზე რო ისაუბრა უარყოფითად და მეც პირველ ნომერზე ეგრევე ვფიქრობდი, არ ჩავძები ვერ იმას, რომ რაღაც არასწორად ისაუბრა. ამიტომ მეორე ნომერი ჩემ თვალში მაგუხი ვერ გაშავდა. ამიტომ ერთს ვაწითლებ, ერთს ვაშავებ, რა ჩაეხება მესამე და მეოთხეს და მეხუთეს ძალიან მომეწონა მაგათი გახსნა ესე პოზიტიურად. მესამე ნომერში თითქოს დარწმუნებული სავით ვარ წითელი, ამიტომ რომ ძალიან თავისუფლად თამაშობ. შენზე ვლაპარაკობ. ძალიან თავისუფლად თამაშობს და მგონია რომ წითელი კარტით თამაშობს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ანუ არ ეტყობა რომ დაძაბულია. მეოთხე ნომერი ამ თამაშში ბევრად ჩართულია პოზიტიურად და მომწონს, მგონია რომ წითელი უნდა იყო. მეხუთე ნომერზე ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეექვსე ნომერზე ვფიქრობ რომ აი მარტო კოპალას რო გადაწყვი და კოპალაში ის არ მოგეწონა, აი ეგ ცოტა არ ვიცი რაღაცნაირად დაბნეული იყო ვა, მე ხა მიტყვი ცოტა განსხვავებულას მე-6 ნომერზე რა, იმიტომ რომ ვიღაცებს არ მოეწონათ. მე-6 ნომერს დავეთანხმები იმაში და სხვათა შორის აქ გაჟღერდა ეგ აზრი, როაც უთხრა რომ ორიანთ ხო არ მოგეწონათ რა, ორიანთ მეც არ მომეწონა. მე მგონია რომ 1 და 2-ში თუ შავია, მე ამ ეტაპზე ნულოვან წრეზე ორი უფრო მეტად შავი მგონია და რატო იცი შენ თქვი რომ ერთი ამა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოშიო რაღაცა ორი და თუ ბოლოში რაღაცა ორი ემოციურად გახსნა მეც მომეწონა, ეგეთი ჩაჭერა არ იყო საჭირო. შეიძლება ეს შავია, უბრალოდ შენ შეფასებიდან გავამნერე, ბოლოს მთელი 1 წუთი გადაუარე და ეგ არ მომეწონა შენში. სამიანი კარგი იყო. აი ამდენმა კაცმა ლაპარაკეთ ამ ვისზე უნდა მესაუბრე. წითელი ხარ, ბიჭო, არ ვლაპარაკობ, ტყუილებს ნულოვან წრეზე შენ შეიძლება წითელი ხარ, თუ წითელი ხარ დაამტკიცებ რა. მე რაც არ მომეწონა, ეგ ვთქვი. 7-იანი რატო არ მომეწონა? 7-მა შენიშვნა მისცა 6-იანს 2-იანზე რატო შეუტიო, ვერ გავიგეო, 1 წუთი გამოიყენო და შენ 2-იანი გუნდში არ აიყვანე. თუ შენთვის ეგეთი კარგი ტიპი იყო, მაშინ დაგემატებინა, შენ ითამაშე 3-4 გონი გუნდში და 6-იანს მაგის გამო შეუტიო, 2 გუნდში არ აიყვანე. 5-იანი გასაგებია, კარგი ისტორია იყო, მაგრამ მე შეფასებას ველოდებოდი რა. 12 6 პატიოსანი მგონია. დავიწყებ იმით, რომ დეტექტივი ვარ, აქედანვე დავიწყოთ. დეტექტივი მე ვარ. კაია, კაკრას კოპალას ეხლა უნდა მეთქვა, რომ კოპალ, შენ თუ აგრე განერვიულებს თქო, მომისმინე, რაღაც გეტყვი რა. შვიდად ვარ. შენ თუ ეგრე განერვიულებს მეთქი, რომ ეს ამდენი კაცი იტყვება თქო, გადაგამოწმებ წითელი რო აღმოჩნდები და დაგასვენებ თქო, მაგრამ არ მაცადე. არ მაცადე. შვენიერია, ძალიან დიდი მადლობა. ეხა ანანოს თეორია იყო, რომ შენ კალა და ანანო უტევდა ორიანს და მოდი თქვენ ესე ჩემპიონ ჩემ გუნდში ხართ, რომ რამე
მახარა, ლუკა, ჰიტაც ჩემ გუნდში არიან უფრო ოზის გადამოწმებას ვფიქრობ. 8-9-11 რო ვერ ხვდება იმას, რომ ყველა მაშავებს არ არის ეგ სწორი, მაგათში გააკეთე გადამოწმება, იპოვი სადღაც მან ჩავს. ჰა? 8-9-11-ში გადამოწმე. მოდ მე ერთიანს გადავამოწმებ. ეხლა და შენ თუ ჩემი გუნდი ხარ? ბიჭო, რას გაძლევ, შენ გადამოწმე, მთელი მაგიდა მაშავებს. ერთ-ერთი ფოლებს რატო იღებ ადამიანო? იმასაც ელაპარაკეთ ისაა. სანამ დავაღავებთ, მინდა გითხრათ, რომ მაფიაში ძალიან მაგარი ტურნირი თბილისის თასი 5000 ლარიანი საპრიზოთი ტარდება, რომელში მონაწილეობაც შეგიძლიათ ყველა თქვენგანს. მეორე შესარჩევი ეტაპი არის კვირას 14-ში, ანუ ხვალ, ასე რომ მაფია ჯიზე შებრძანდით, დარეგისტრირდით და დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი დრო. მეორე შესარჩევის შემდეგ ჩატარდება მესამე შესარჩევი. შემდეგ კი MVP-ები გადავლენ ნახევარფინალში და იქ უკვე ქულების დაწერით იქნება. ხოლო საუკეთესო 12-ეული ითამაშებს ფინალს, რომელსაც გადავიღებთ და YouTube-ზე დავდებთ. ჩემი ოცნება იყო ეს ყველაფერი, რომ შემდგარიყო და უკვე რეალობად იქცა და ამ ტურნირის სპონსორი არის Betson Sport-ი, რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ასე. ხაბე მეგობრებო, ძალიან დაიძაბა. ხაბე ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებს მაფია. მაფიასაც 30 წამი. თავი გავაჩეროთ, დაბლა დავხაროთ ყველა. დასრულდა მაფიის ღამე. იგვიძებს ზომი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იგვიძებს მარჯვენა ხელი. პასუხი იღვიძებს შოგური და უერთდება იაკუძა. შოგური და იაკუძა დასახავენ სტრატეგიებს. მშვიდობები იღვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი. თენდება. პირველ ღამეს არის. მეორე ნომერი გახსნის. ფოლს ავიღებ, იმიტომ გადავამოწმე, რომ აგერ ლაშ ორი გუნდი იყო. ვაყენებ 11 ნომრის კანდიდატურას, თუ შეიძლება 11 მიიღეთ, გადამოწმებული შავია 11 ნომერი. ეხლა რად გაიხსნებით, მართლა მაინტერესებს. ამ თქვენ ხართ შავი, რომელმაც გადაამღერეთ აი აქეთ, მაგით ავიღეთ თქვენთან ფოლო, თქვენ არ მომეწონათ ყველაზე მეტად რა. 7 არ მოგეწონათ თქვენ და მოგეწონათ 6 ნომრის პოზიცია, ხო? აქეთ 8 ნომერზე და 9 ნომერზე რო დადებით, ილაპარაკეთ 8 ნომერს და 9 ნომერს, 6 ნომერი ეგრე არ მოეწონა რა. და ერთმანეთს ეკითხებოდნენ 6 ვინაო და შენც კი კითხე 12 ნომერს 6 ვინ გონიო და შავიაო რა, მაგრამ შენ 6 წითელი თქვი. ანუ ეგ იყო რა, ანუ 11 ნომერი არის შავი, ანუ 11 ნომერი გავა ეხლა ყველა ხელით. თქვენ გადამოწმოთ 1 ნომერი, ხო? ძალიან კაი, ანუ ერთ და ორს ერთ გუნდში აღარ ხედავთ, ხო? იდეალური არის. 11 გავა ეხლა, მე ვარ შერიფ მაგიდაზე და 1 ნომერზე მე რასაც ვსაუბრობდი, 0-ზე დავიწყე ამის ლაპარაკი, რომ გახსნა ძალიან კარგი ქონდა და მე უკვე აღარ მომეწონა, იმიტომ რომ აიბნა მეთქი რა. და ზუსტად იგივეები ლაპარაკეთ თქვენს და შემომიტიეთ მე. ანუ ეს ეხება 9 ნომერს ყველაზე მეტად. კაი, ფასტო გაჩერდ, ჰა? 8 5 წამი დასრულდა. 300-ს უსმენთ?
არ ვიცი, ლაშუკი მე კარგი კარტი მგონია და გადამოწმება ცოტა რაღაც აი ნერვიულობ, ბიჭო, რა გავაკეთო რა, ნერვიულობ, ეს არ არის ნერვიულობა. აი გავიგე ხა ერთ იმაში ვთამაშობ 12 კაცი, აი რა თმინდა მაგარი ხარ და რაღაცეები. ნერვიულობ გეუბნები მიიღე გამოასწორი, არ გამოასწორი და გახვალე ხავს, ეგ იქნება. ლაშუკი ჩემთვის კარგი კარტი არის. ოზი რო გითხრათ სიმართლე მეწყინა რომ ცუდი კარტი არ იყო, იმიტომ რომ მარტივად მოშორებდი და კარგი თამაში წავიდოდა. ბიჭო, არ ვიცი რა, მე თამაშობ ხა ჩემი ძმის წულის დეტექტორობის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჯერ ესეთი მანამდე მანიშნებდა რომ დეტექტივი ვარო. და არ ნერვიულობ, ან შეიძლება დაასწრო, არ ვიცი, აქ მაგას ეგ ფუნქციები. არ ვიცი, ვასახელებ ორი დავასახელო, ორს ვასახელებ, რა გავაკეთო, რა უნდა გაგწირო კოპა, ის ფულის დავხარჯე. 4-ს უსმენ? მე მომეწონა 12-ის გახსნა, ბოლო იყო დააკვირდა მთლიანად წრეს და ანუ შემდეგ დღეს მაინც უნდა გახსნილიყო და ბარემ გაიხსნა, მანამდე გვანიშნებდა, მახარას ანიშნებდა, მეც დავინახე დეტექტივი ვარო, გაიხარეს მაუ. მაგრამ ორიანის გადამოწმება ცოტა უფრო მომეწონა ამ წრეზე და შენ გვანიშნებდი რომ 11 მართლა შავიაო და შენ შავი გონია? მანიშნე, გონია თუ არა? ხო, კაი. მეც დავასახელებ 12 ნომერის კანდიდატურა მიიღეთ და სხერული იყოს. ერთიანი მეწითლებოდა მე მაინც ხო? და იქ 8-9-ში არ ვიცი რა ხდება საერთოდ. 6-იანი მომწონს და ეხა პირველ წრეზე შავი თუ ყავს ერთი გადამოწმებული მხოლოდ მიწევს ალბათ ჯერჯერობით რომ ლაშაზე ავიწიო ხელი. 3-იანი მომწონს. 1 3 4 6 ვითამაშებ, 9-იანიც შედარებით ითელია იმ 3-დან, 8-9-დან რაღაც უყურე. საინტერესო ამბებით წავიდა. მაგრამ 5-იანს უსმენ? ხო, პირველი ნომერი ყველამ გააშავა და ალბათ წითელი იყო მართლაც, მაგრამ რაღაცა სხვანაირად ჩანდა თავიდან. ახლა მთელი არსება მეუბნება იმას, რომ უნდა ჩამოყალიბდე დეტექტივში, მაგრამ რაღაცა ნაწილი მეუბნება, რომ არ უნდა ჩამოყალიბდე, თვათ გამოცდილებებია უფრო ეგ. მაგრამ მაინც რომ ჩამოყალიბდე და კიდე წავაგო რა უჭირს. რა უჭირს, მეტი ცუდად როგორ უნდა ვითამაშო. 11 დაასახელა 2-მა, როცა ისაურა. მოდი მე ვასახელებ 2-ს, 11-ს, 12-ს, ვინმეს კიდე 6-ს. მაგალითად, 6 იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც პირველი მოწონდა, მაგალითად, პირველ წრეზე ესეც რაღაცას ამბობს. მე ჯერ ვერ ჩამოყალიბდები, 11-ს დიდი სიამოვნებით მოვუსმენ და 12-საც. აქ კიდე რაღაცა შავი აურა აქედანაც მოდის და მე როგორც მოქალაქე მხოლოდ დაკვირვება შემიძლია ამჯერად. 6-იანი? ჰიტა მე რამდენჯერაც ჩამოყალიბებულ ვარ, ყოველთვის პირიქით ყოფილა და რორამე დამაგვირდით მე რა. და პირველ ნომერსაც შეხებ, მე უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ ანუ პირველმა ნომერმა სპეციალურად გააკეთა თქო ის, რომ 3 ნომერს შეუტია, რომ 3 ნომერი რას ილაპარაკებდა შეეხედა თქო, ანუ მაგიტო ვთქვი ეგეთი რაღაც რა. გადამოწმება იდეაში 12-11-ზე გადამოწმება რაში აწყობდა, ანუ 11 გეშავებოდა ყველაზე მეტად ეხა. ნუ პირველის გადამოწმება კიდე მესმის უფრო, იმიტომ რომ თელმაგიდას უნდა გაიგო რა ვინ იყავი შენ. მე უფრო ვფიქრობდი, სიმართლე გითხრათ 8-9-ში გადამოწმებას მაგალითად. არა, ანუ ნახე, თელმაგიდას აინტერესებდა შენი ფერი და ეხა შენ მაინც წყნარად იქნები რა. 3 ნომერი კარგია ჯერჯერობით, არაფერს არ ვთქვი. ვასახელებ 2-ს, 12-ს, 11-ს და ვასახელებ ხო, მეც არ არის მეც. და 7? მე ბასტოს გახსნა უფრო მომეწონა ვიდრე 2 ნომერის. ამ ეტაპზე ჯერჯერობით თამაშობ ბასტოს დეტექტივობით. მე ვნახოთ რა შეიცვლება. ერთიანის გადამოწმება ოღონდ სადა ვერ გავიგე, იმიტომ რომ მართლა ლამის თელმა მაგიდამ შეუტია და დარწმუნებული ვიყავი რომ წითელი კარტი იქნებოდა. 3-იანი ისევ მომწონს, 4-იანი ისევ მომწონს. 11 6-იანს ავიყვან ეხა გუნდში, იმიტომ რომ გამიწითლდა ამ ხელში და ჰიტაც ამ ეტაპზე უფრო მომეწონა ვიდრე წინა წრეზე. ამიტომ ჰიტასაც ავიყვან გუნდში. ჯერჯერობით ჩემი დეტექტივია ბასტო რა. 10-3? მაგრამ
რუიანი? ნახე, შენ კი არ მოგეწონა რომ გადამოწმდე, მაგრამ როცა ყველა გაშავებს ამ თამაში, როცა იაკუძაც არის, აღარ უნდა გქონდეს პრობლემა. იქნებ მართლა შავი ხარ, იქნებ არა ხარ მაფიოზებთან მართლა შავი ხარ. ანუ ეგ კაიოზე. კაია რომ გადამოწმდი, მე აუცილებლად ერთ ნომერს გადამოწმებდი. ორიანისგან 11 ნომერი. ნახე, რო გავიღვიძეთ, ეგრევე თქვა ბასტომ, რომ ერთიანი არის პატიოსანი, თვალი არ ქონდა გახელი. შენ გელოდეთ და სანამ მაგიდა არ გაიხსნა და ყველამ თამაში არ დავიწყეთ, მანამდე არ გამოაცხადა. კაი, მესმის რომ შეიძლება 5 ხასიათზე იყო დეტექტივი ხარ ამ შემდეგ. ცოტათი ეხა 12 ნომერის დეტექტივობაში ვიქნები, მაგრამ დავაკვირდები გადამოწმების რა, შემდეგ წრეზე რა იქნება. მე ჰიტა მაკლია ცოტა არ იყოს. კი ამბობს რომ ჩამოყალიბდები, არ ჩამოყალიბდები, მაგრამ მაინც აი არც იქით, არც აქეთ ეხლა უნდა გავარდე შენი აზრით. აი რა სილაპარაკებს 11 და მაგის მიხედვით. ხო, და სოსოს გამ ვერ გავიგე რატო. აი რაღაცებს კი ამბობ, 6 რატო მოგეწონა ახსენი ხო? 9-იანი? მე 5 ნომერზე როგორ გონია, იცი? ხო 5 ხარ ბიჭო შენ, ხო? ფიქრობდა, აი ეხლა უნდა ჩამოყალიბო დეტექტივში და აი გასაჭირი დავინახე ეგ და ფიქრობდა და მაგიტო პატიოსნება რა 3-4-თან ისედაც ვითამაშე. ბასტომ მესმაჩვენა რომ დეტექტივი ვარ და ვიხსნებიო, არ ვიცი ეს თუ მომამზადა თავისი შიშავი არ ვიცი, მაგრამ ემოციურად ნახე რადგან ეხა არის გადამოწმებები და ჯერ ბევრაბას ვერ ხვდებით, შეიძლება და ემოციებს მივუყობით მაინც პირველი წრეა. ბასტოს გაუწყდა რომ ერთში წითელი დახვდა. ბასტო რომ შავი ყოფილიყო ერთიანის შავა შემოყვანა, კარგი ვარიანტი იქნებოდა ძალიან ჩემი აზრით. ანუ ამის შავი გავიდოდა და თან ოზი ყველას არ მოწონდა, ოზი გავიდოდა შხუილ-შხუილ თაკედან და კარგი გადამოწმება იყო ოზი შენ. შენი გადამოწმება იყო ძალიან კარგი. შენ ისე ლაპარაკობდი რომ აქეთ გადამოწმება უფრო ლოგიკური იყო ვიდრე 11-ის, მაგრამ შეიძლება 11 არ გაწყობს რომ მაგიდაზე ყავდეს. არ ვიცი რატომ, რა ანგარიშები თქვენ დაგიძახათ წითელი, მეგობრებო. თქვენ ვეღარ გამოწმებთ. კი ბატონო, 6 ნომერი არ მომწონს. მესამე ფორმა. ნახე, არგო რაღაცას რომ ვამბობთ, რომ აი ესენი არ მომწონს და მე აქ ფიქრობდი გადამოწმოს, ამას არგუმენტებიც უნდა მოყვეს აუცილებლად. შენ უბრალოდ რა წლაში უნდა გადამოწმდეს. მაშინ უნდა თქვა რატომ და მაგით არ მომეწონე შენ. თორე შენზე სხვა შეიძლება დასრულდა თქვენი დრო? 10-იანი? მოკლედ რა ჩაეხება დეტექტივებს, მე-12 ნომრის გახსნა თავიდანვე რო გახსნა, ჩემი აზრით რაღაც ძალიან თავდაჯერებული იყო და პლუს ამ ნომრად აღნიშნა რომ გაიყვეწა ეგრევე გვაჩვენა და პლუს ერთ ნომრის გადამოწმება ეს შემთხვევა როცა მეც მომეწონა, იმიტომ რომ იმდანად ბევრი ადამიანი საუბრობდა შენზე, რომ რაღაც გაირკვეოდა შენი ფერით რა და როგორც მე-9 ნომერმა თქვა, ძალიან მარტივი შემოსაყვანი იქნებოდა შავად მე-12 ნომერი რომ შავი იყოს. მეორე ნომერს ჩემი აზრით აკლია ის რაღაც ემოცია თავდაჯერებული, რაც შეუძლია ხოლმე რომ დაგვაჯეროს თავის თუნდაც ტყუილი, ამიტომ გონია რომ ამ შემთხვევაში მე-12 ნომერი უფრო დეტექტივა ვიდრე მეორე ნომერი. თან მე 5 ნომერზე ვფიქრობ ასევე რომ აი რაღაცნაირად არ ვიცი დაბნეული ხარ რომ საუბრობ და ვერ ვიგებ რა მხრივ ხარ დაბნეული. მე-6 ნომერზე გეთახავით, მოკლედ მე-3, მე-4, მე-9 და მე-8-თან თამაშობ ამ ეტაპზე და ჩემი დეტექტივი ამ ეტაპზე მე-12 იქნება. ვასახელებ მე-3 ნომერს. მიღებული 3. ვასახელებ 5-ს, ვასახელებ 7-ს. შენ ინცრაზე ვფიქრე რომ ნახე ყველამ გადაუარა. არავინ ჯიასნია რომ ორიანი შავია, მაგრამ მეც რას ვფიქრობ, შეიძლება ორიანი იაკუძა. ანუ ამას დავიჯერო ეს მაფიაა და არც ერთმა თავისმა გუნდელმა, ბიჭო, იმიტომ რომ არავის არ უთქვამს, ერთადერთ 5-იანმა თქვა, 5-იანი მეც არ მომწონს. ან არც ნულოვანწელს მე შენ გითხარი კიდევაც რომ შენი გახსნა გასაგები რაც იყო, მაგრამ აი 50 წამი იყო რაღაც ისტორია, როცა შეგეძლო რომ 4 ადამიანზე გელაპარაკა რა. 5-იანი არ მომწონს, 7-იანი ავხსენი, რატომაც არ მომეწონა, იმიტომ რომ ორიანი თითქოს ირიბად დაიცვა და გუნჩიც არა უყვანია. 6-ე იმიტომ ვთქვი რომ ნახე, 6-მა იმ 5-დან პირველი იყო, ვინც შეტევა გააკეთა ორიანზე, ესე მკაფიოთ რა. და ერთიანზე მე ვთქვი ეგეთი რაღაც, ერთიანი იძახდა 11-ის გადამოწმეთ, ნუ წითელი დამხვდი და არ მაქვს პრობლემა. შენთან იძახდი, მოდი გადამომოწმეთო. და თუ უნდა გადაგემოწმებინა, წითელი ხარ, ხა იძახი მე რატო გადამომოწმეო რა. შენ ჯერჯერობით ესე თქვი, ნულოვან წრეზე ესე თქვი რა. 7 არ მომწონს, ასევე 5 არ მომწონს, 6-იანი პირველში უფრო უკეთესი იყო რა. მე ამ თამაში არ ამარტო წითელი კარტი, არამედ ძალიან საჭირო მოთამაშე ვარ. ორიანი არის შავი. და თქვენი დრო 12-ს უსვენთ? უყურეთ ეგეთი მე რატო გადავამოწმე ხა ერთი ნომერი რა უცებ ავხსნი რა. ორ გუნდად ორ დუეტები დავინახე რაღაც თითქოს რა 11-ის და 6-ის თავიდან და 9-ის და 8-ის. და საერთოდ არ მინდოდა რომ ეს დუეტებს რო ხედავ, რაღაცა არ მინდა რომ შემთხვევით შოგუნი გადავამოწმე ადამიანი, რომელიც ბოლოს აღტაცდი და გაფუჭდი რომ არ გადავამოწმო. ეგ იყო მიზეზი, თორე შეიძლება ღამე ვფიქრობდი სხვის გადამოწმებას. ეხლა რა შეგრძნებაც მაქვს, ჩემი აზრით, კოპალა დანებდა ღამე რომ გაიღვიძეს, დანებდა რომ ჩემი მაფიოზმას არის დეტექტივობას არავინ არ ითამაშებსო და დიდი ანუ შესაძლებელი არის რომ
ლაშა მაგიტო შემოიყვანა შავად. შესაძლებელი არის. ხო, შესაძლებელი არის დიახ. მაგრამ არ ვიცი რა, ანუ ეგ არის ერთ-ერთი ლოგიკა. ეხა გადის 2-ზე აწიათ ხელი თუ ჩამოყავდით ჩემ დეტექტივობაში, ითამაშეთ ჩემ დეტექტივში, მაგრამ მეორე შავი არ გვყავს, ორიანი გადის, დარჩით, მენდეთ, პირობას გაძლევთ, ყველაფერი კარგად იქნება. რა არა, რა გინდა რაღაცა ვერ გაიგე რა ვთქვი. პირველი ნომერი სანამ დახურავთ, თქვენ კანდიდატურა ხო არ დაგისახელებიათ, ხო? დასახელებულები არიან 11, 2, 12, 6, 3, 5. პირველი ნომრის ერთი ჯუთი. მეგობრებო, ანუ ვინც ვერ შეამჩნიეთ ამ მაგიდაზე, გაიხსნა ექიმი. 11 არა, სხვა. კიდე ერთი ექიმი გაიხსნა. ანუ 7 ნომრის კანდიდატურა მიიღეთ. მიღებულია? და ისაუბრებს თვითონ. ანუ ნახე, მე ვითხოვდი გადამოწმებას 8-ში, 9-ში, 11-ში. შენ და შენ სამივე როგორ ვერ ხედავთ მაგას, ეგ მიკვირს, როდესაც მთელი მაგიდა ერთ ნომერს აგდებს გუნდიდან, არავის არ უთამაშია ჩემთან ერთად. მე მაგიტო ვითხოვდი 8-9-11-ში. 7-იანი წაღან 7-იანის რეაქციით თუ ვერ მიხვდით 7-იანი იყო ექიმი, რომელმაც ლაშამ როდესაც თქვა რომ მე ისეთი როლი ვარო, ეგრევე ქონდა ის რეაქცია რომ ანუ რა სიტყვება, ეხა მე ჩემი ხელით 11 ნომერში წავა ყველა ვარიანტში, ყველანაირი ფიქრის გარეშე, შენ ხარ თუ არა დეტექტივი, ან შენ თუ არ ხარ, ანუ ხარ თუ არა დეტექტივი, არ მაინტერესებს, ორივესთვის საეჭვო არის. არ არის საეჭვო შენთვის? ბიჭო, 11 არ არის შენთვის საეჭვო? პირველ წელს ეჭვი ქონდა. დასრულდო. დასახელებულები არიან 11, 2, 12, 6, 3, 5, 7. 11 ნომრის 30. ბიჭო, ერთი წამით. მე პირველი ადამიანი ვიყავ ერთ-ერთი, ვინც თქვა რომ მე შენთვის არ შემომიტევია. მე ორიანი გავაშავე. ასევე არ მომწონს 7 ნომერი. 5-მა და 7-მა გააკეთეს ნეიტრალური ირიბი დაცვა 2 ნომერზე. 7-მა გუნდში არც აიყვანა. ეხლა შეიძლება 2 იაკუძა და აქედან ერთ-ერთი შოგუნია, მაგრამ მე შეიძლება მაფიაც არის რა. ორიანი არის შავი. მე ფოლიც კი არ ავიღე. მე თუ მაფიოზი ვარ, ფოლს ავიღებ ეგრევე. მე ვარ ექიმი ამ თამაში და მე ფოლი არ ავიღე, იმიტომ რომ საჭირო კარტი ვარ. შენ ხო ხარ დეტექტივი, ღამით გადამომოწმე და ძალიან ორ ადამიანს გაიგებ. ღამით ადექი გადამომოწმე. ორიანს უსმენთ? კარგი, 7-მა. ორიანი იხსნება ეგრევე. კაცო, ამის დეტექტივი არავინ არ დამოწმე. რომელიც ამბობს 7 ნომერი ჩემთან გუნდში საერთოდ როგორ გონიათ, როცა 2-ს შეუტია და 12 მგონია დეტექტივი ეგ იყო თქვენი საუბარი და თუ იხსნებით ექიმად, მაშინვე იხსნებით. თქვენ თუ ექიმი ხართ და მე თქვენ შავს გეძახით, მაშინვე გაიხსნებით. ეხა ხო ხვდებით რომ არასწორ დეტექტივში ხართ ჩაწერილი. 2 ნომერი ამაგიდას დეტექტივი და 11 არის შავი. 2-ია შავი, აი 8 ნომერის აქ შავი ძის, 11 შავი არის. So, ეხა გავა მაგიდან მარტო 11 ნომერი, პას. მადლობა. 12 მოგმართავთ ქალაქის დეტექტივი, ორიანში ჩადეთ ხელი 100%-იანი შავი, რომელიც არის. არა, უყურე რა. ერთი წუთი, ორიანში ჩადეთ ხელი 11 ნომერი. 11 ნომერზე მე მქონდა იდეა, რომ მართლა პროსტა დანებდა ტიპი და შემოგიყვანო შავად, ჩემს არავინ არ ითამაშებთ და გაგაწითლებსო, ეგ ამბავია. არ მაინტერესებს თქვენ შეხა რომელია ექიმი რა. ეხა თუ მომყვებით, გადავწყვიტოთ, აგერ ვლაპარაკობ, ორიანი გავიყვანოთ, მარტივად გავიყვანოთ ორიანი, მე გადამოწმოს გავიგე და მე ბალანსად გავა თუ გინდა. მაგრამ ეხა ორიანი გავიყვანოთ, უეჭველი შავი გავიყვანოთ. დასრულდა. 6-იანს უსმენთ? მე რა მაინტერესებს, იცი? 11 ნომერი რო გაიხსნა, ყველამ შევამჩნიეთ, ხო, მაგიდაზე? და პირველ ნომერმა გახსნა 7 ნომერი? და რატო არ გაიხსენი მაგამდე? ვერ შეამჩნია ის რო გაიხსნა? ორი ნომერი ამბობს თუ ნამდვილად ეგრევე გაიხსნები და 7 იგივე არ გააკეთე, მაგრამ 7 მაგისთვის ექიმია, გაიგე? მე ფოლი არ ავიღე, იმიტომ რომ ექიმი ვარ. გადამომოწმე და ნახავ. 11 ფოლი. 6-იანს დრო მიდის? ხო, არ მომეწონა 7 ნომრის. 3-იანს უსმენთ? 3-იანი. ბიჭო, მე არ მომწონს იძულებითი, აი ძირითადად შავებს ახასიათებს ხოლმე იძულებითი გახსნა რა. როცა დაგვერხა, ეგრევე გატენიან, პროსტა არასწორი ადამიანი არის ჩემი, ეგრე მგონია 7 ნომერი სოსო. აი რაღაც ხელები შეაწმინე. არ ვიცი, მე ისე ბასტოთი ვთამაშობ. ჩემ ლაშუკისაც ვერ ვენდობი ჯეჯობით ექიმებში ჩამოყალიბებული არ ვარ. 6 ნომერი ძალიან მესწრანება, იმიტომ რომ ძალიან გაუხარდა ოზი რო არ აღმოჩნდა მაფიოზი კი არა. პირიქით, ანუ ჩემიანი რო არაფერი გადავრჩით იყო და 5-იანს უსმენთ? ამიტომ ოზის როლი გამოვთავ. ოზის როლია. უნდა ფოლს დაგიწე. 5-იანი? ნაწილობრივ ჩემი აზრები ოზიმ გააჟღერა სხვათა შორის. მე ორიანის დეტექტივი არ მომწონს, არ ვთამაშობ მის დეტექტივობით, მაგრამ 11-იც არ მომწონს. ნახე, როცა ორი დეტექტივი როცა იხსნება და შენ ხარ ერთადერთი შავი და იცი რომ შავი გადამოწმებული გადის ხოლმე და ექიმი ხარ, აუცილებლად იტყოდი მაგას რა.
და ეგ არ თქვი. და შენ როცა თქვი რომ მე რაღაცა როლი მაქვს, ანუ ბოლო მომენტშიც კი არ თქვი და სოსოს მაგდროს ვაკვირდებოდი და ისეთი რეაქცია ქონდა რომ ერთ თუ დააფეიკა MVP იყოს მე არ მაინტერესებს. და 7-იანს უსმენთ? ვერანაირად ვერ დავაფეიქებდი, იმიტომ რომ თქვა რომ ის წითელი არა მარტო წითელი კარტი ვარ, არამედ რაღაც როლი მაქვს. დეტექტივი არ არის, რჩება ექიმი. ექიმი ვიცი რომ მე ვარ. და მაგიდან მქონდა ეგ რეაქცია და ოდნიმ დაიჭირა და არ ვაპირებდი გახსნას ამ ლაპარაკისას მინდოდა მე თქვა რა, ჩემი დრო რომ მოვიდოდა, მაგრამ ოდნიმ ესე გადაწყვიტა. ამიტომ ლაშა არის უეჭველი შავი კარტი, ვთამაშობ 12-ის დეტექტივობით. ანუ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ ნამდვილი დეტექტივი ხარ, რადგან ლაშა არის ჩემთვის უეჭველი შავი კარტი. და ყველას მოგისმინეთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 11, 2, 12, 6, 3, 5, 7. ვინ ფიქრობს რომ 11-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5, 6 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 2-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? მოიცა, შენ ხელი ქონდა აწეული წეღად. აი ესე. 11-ს ვაჩვენებდი. რა ჯერ ერთი ჟესტიკულაცია არ შეიძლება. არ ვიცი, აი არ ჩამიტყვა. აი, არ ჩაგით 5 ხელი არის კარგი. ვინ ფიქრობს რომ 2-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა? 1, 2, 3, 4 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 12-მა? ვინ ფიქრობს რომ 6-მა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 3-მა? ვინ ფიქრობს რომ 5-მა? ვინ ფიქრობს რომ 7-მა? 1 ხმა. 11 ნომრის ბოლო სიტყვა? ბიჭო, ანუ აი რა სიგიჟე გააკეთეთ რა. ანუ ნახეთ, უმარტივესი იყო რა. 9-ც აღარ მომწონს რა. აი 9 ამას ვერ ხედავ. ნახე უყურე 2 და 7 თავიდანვე დაინიკ. 2-ს გადაუვარეს. 5-მა კომენტარი არ გააკეთა. დაჟე მოუწონა, რომ პირველ სოშეშო პირველი წითელი დაგხვდათ. მე ვიყავი ადამიანი ერთიანი, შენ თუ პატიოსანი ხარ, მომისმინე. მე შენზე ვთქვი, რომ უფრო მეტად წითელია მეთქი, 1-2 თუ შავია, 2-იანი მეთქი შავია თუ. შენ გამოდიხარ და ექიმს აკდებ. შენ რანაირი პატიოსანი ხარ, მე გადავობი. ეს თუ დაგჭათ ეს შოგუნია უეჭველი მოხსენით რა. 7-იანი შავია, 7-2 თავიდანვე გუნდში იყოს და 5-სა და 9-ს შორის მე გადამოწმებას გავაკეთებდი რა. აი 8-ს და 9-ს შორის მე 2-იანმა ტყუილი თქვა 8 და 9 გუნდში აგიყვანეთო, მე გუნდში 8 და 9 არ ამიყვანია კიდე ერთი ტყუილი, 2-იანი არის შავი. ეხა დაკარგეთ ექიმი, გამარჯობა პატიოსნებო ოჩახ. პას. დაამშვიდობ 11 ნომერს. გამე. ესე იგი მე მქონდა გათვლა, რომ თუ ნამდვილი დეტექტივისგან გადამოწდებოდი, მე გავიხსნებოდი ექიმად რა. აი ძალიან რენდომი ის იყო რა, ჩემი შავა შემოყვანა და მაინც გონია რომ ანუ ამ ხელში 11 ნომერი არ უნდა მოხსნილიყო რა, პატიოსნებს ცოტა სხვანაირად უნდა ითამაშათ ყველა ვარიანტში რა. მაგრამ ნუ ეგრეა რა, მარტივი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა 2-მა ნომერმა და 2 ნომრის მაინც არავის არ შეერა. მოსახამობდა, დახამდა. იგვიწევს მაფია. მაფია ირჩევს მსხვერპლს. დონი მიდასტურებს. მიღებულია დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იგვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იგვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. შოგუნი მიდასტურებს პასუხს. პასუხი იგვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი და იგვიძებს ექიმი. თამაშ ტოვებს ნომერი 5.
მე მოვდი მაინც ამაინც. მე მოვდი მეგობრებო თუ არ შეამჩნიეთ. ინები გადამოწვეთ ვერ გავიდე. 10-იან სპონი. 10-იანი შავიაო. აქ ჩემთვის არავის არ ცალია ბატონო წამყვანო. ყველა თავისთვის ლაპარაკობს. რა ვთქვა არ ვიცი. რა? შავია? აი მე არ მომაკითხება მაინც თქვა. ჩვეულებრივ მოქალაქე ვიყავი მეგობრებო. რა დაგიტოვოთ ახლა რო გამოგედგეთ არ ვიცი. ორიანი გააგდეთ? არ დაგიტოვეთ თამაში თქვენ თვითონ მიხვდებით. მე გეტყვით უბრალოდ ეს ემოციურად ვინ მომწონდა კიდე 7-იანი ოკეი ვიცით 4-3 და არ ვიცი ახლა ფეხი გამევსკვა წავიდე. კარგად იყავით? გარედან დაგაკვირდებით. დავშიდოთ 5 ნომერს. მომკლეს მეგობრებო, მოქალაქის როლით როგორც იქნა სწორგზაზე ვიდექი და აღარ გამახარეს. რაში ვიყავი დარწმუნებული? 3-ში, 4-ში და 7-ში და 12-ში. დანარჩენში კაცმა არ იცის. წრეს გახსნეს ნომერი 3. ბიჭო, მეორე ქილი არ იყო. ან ორივე ჰიტამ დურთა, ან ექიმა გადაარჩინა, ან ლაშა ესე იგი სწორედ გავიყვანეთ, ეგრე გამოდის. ლაშკის ემოციები ძალიან ცუდია რომ ესე იყო. ეს ბიჭო, ესეც მივაყოლოთ, ანუ მართლა მივაყოლოთ. წეგან ვერ მივხვდით ერთმანეთს შეტყვაზე, ძალიან არ მესეონა, მაგრამ მე მგონია რომ ორ ექიმზე მეტად ეს იყო ისა რა, შავი, მართლა. ხო და ეხა ორი გავიყვანოთ, რომელი მე-6 გადამოწმენა კაი კაცია? არა, 8 გადამოწმენა კაია? ჩენი დაიგო. რას ქვია, ბიჭო. ძალიან მესეონა. შენ რომელი გადამოწმე? 8 არის ცუდი? აუ, არ გაგიმართლა აკაც, ბიჭო. ჯანდაბა რა, ის ხვის დაგედო ხე. მოკლედ, შენ გადიხარ სულის ნაწილო, ეს იმის ქვეშ იყო, დაკვირების ქვეშ იყოს რა. ეს იყოს დაკვირების ქვეშ და 6 ნომერი სვაკვირდები ძალიან რა, მართლა. დანარჩენები ჯერჯერობით არ ბოდიში სოსო მე მჯერა შენია, აწ. მადლობა. 4-იანს უსმენთ? ნუ ეგ დაკვირვების ქვეშ იყოს, მაგრამ გადამოწმებული თითელია შენ დეტექტივის და ამიტომ ჯერ უნდა იყოს და თუ რამეა მე შოგუნზე ხო იაკუზა შეიძლება 11 ყოფილიყო 11-ის გუნდი მე ვინ გამოდის 6-იანი გამოდის შოგუნი მაშინ იმიტომ რომ 7-იანზე აიწია ხელი ანუ რატო აიწია 7-იანზე ხო არ ვიცი მეც არ ვიყავი ჩამოყალიბებული ორ დეტექტივს და ორ ექიმს შორის მე რჩივნა რომ ვინმე სხვაზე ამეწია და 6-იანზე აუწია იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეგ მე ეჭვებოდა დანარჩენი დასახლებული კანდიდატურებიდან მოდი მე დავასახელებ 2 ნომერს იმიტომ რომ מחარამ არ დაასახელა დაგავიწყდა არა უშავს მე მაინც არ ვიცი ჯერ რა ანუ ძალიან ბევრი ყალიბდებით დეტექტივებში და ორიანს უშვებთ მე ვერ ჩამოყალიბდი უფრო მეც ჯერა ბასტოსი მოგყვებით ბაზარი არა მაგრამ მე მაინც ვერ ჩამოყალიბდი ჯერჯერობით დეტექტივებში იმიტომ რომ გადამოწმებებით აუ ვიანის გადამოწმება ეხლა თან ოზი რო უშვებს გადამოწმებაზე ოზის რას უსმენთ გავიგე რომ გადამოწმებული წითელია მაგრამ შენ ვინც გინდა ის უნდა გადაამოწმო დასუნდა 6-იანი ვასახელებ 2-ს 12-ს 8-ს ესე იგი ამ მაგიდაზე ეხა ყველაზე ძალიან მომწონს პირველი ნომერი და მესამე ნომერი წეღან ჰიტამ ძალიან კარგი არგუმენტი თქვა და მე პრინციპში მეც შემეცვალ ანუ ყველა ძირითადად ყველა ფიქრობს ეხა აქ რო გაკვირდებით რომ ლაშა გავიდა შავად ხო ხო რა თუნდა ლაპარაკი რატო რა თუნდა ლაპარაკი ექიმი ვარო და გვიან რო გაიხსნა მაგიტო ეგ აი ჰიტას არ მაგიტო მე უფრო არ მომწონდა ეს მაგრამ ჰიტამ რაც თქვა მაგ არგუმენტით რო შევხედე მე მეც გამიშავდა უფრო 11 ნომერი მაგრამ 7-იც მაინც არ ვიცი რა ჯერჯერობით არ ვარ ჩამოყალიბებული რომ შავი გავიდა რა და აქეთ რაც შეეხება აქეთ ვილაპარაკე 1-3-4-იც ნიჩივო 12 მეგონა სხვა შორისო მე გადამომოწმებდა იმიტომ რომ 11 გავიდა 7-იანი უცებ ექიმო ვინ დაილე ჰალო 3-იანს ფოლი მეორეა თქვენ გრომიდის ბიჭო მე ლაშა რო გავიდა შავ კარტა და აი გარი აი 100% ანუ უეჭველი შავი იყო მაფია იყო შოგუნი იყო ეგ არ ვიცი მაგრამ შავი კარტი იყო ბასტოვ ერთი ვერ გავიგე აი რატო აგდებდი ორიანს
რატო გინდოდა რომ გავარდნილიყო, როცა ღამე ამის გადამოწმებით ჩვენ რაღაცას გავიგებდით რა. ანუ რვიანი რას იტყვის, ისა ორიანი რას იტყვის, ეხა რაც გადამოწმება, რაც გააკეთა, ეგ რაღაცა ინფორმაციას მოგცემს. ისედაც ანუ უეჭველის ერთმანეთი უნდა გასულიყო და ეგ ცოტა არ მომეწონა რა. ამიტომ რაღაცა ბოლომდე ჯერ მაინც ვერ ვყალიბდებდი და შენ რაღაც ვერ მაჯერებ, რომ ხარ ნამდვილი დეტექტივი. აი არ ვიცი, რაღაცა გაკლია რა. ბიჭო, შენ ის შავი იყო, მაგრამ შეიძლება სხვა კლანია. ანუ არა აქვს მაგას. და რუიანი? ვაყენებ ორი ნორმის კანდიდატურას, ეხლა ვიტყვი რაღაცას. ჯერ ერთი ამის რეაქციები საერთოდ არ დამიჭერია იმან, რომ ის რო გაიხსნა თავის გადაკურით ლაპარაკებში მივხვდი, მაგრამ ეს კაცი გორდით მინდის და სახეზე ნაღდად არ უყურებ. მაგრამ მე არა ვიწევ. აი, რომც იყოს 11 ნომერი იაკუძა და 2 ნომერი იყოს მარჯვენა ხელი, ჩემი აზრით 2 ნომერი უნდა გაგვეშვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსი იყო, რომ მოიკლათ ჩავები და ეხლა ეგრე აღარ ხდება. მე ესეთ ამას ვფიქრობ და აუცილებლად ორს გავიყვანდი წინა წრეზე. ეხლა რა თქმა უნდა ორი გავანახე. კოპალა რო ფიქრობს 11 გადაგიმოწმეთ, კოლელობა არ არის, ვერ ხვდებით რომ დეტექტივი ვარ. ძალიან დიდი შანსია ჩემო კარგო, მარჯვენა ხელი იყო და ის ყავდეს გადამოწმებული, რა ვქვია, იაკუძა. ასევე ეხლა აუცილებლად 2 ნომერი იმიტომ გადის, რომ 2 ნომრის გადამოწმებული შავი უკვე გასულია თამაშიდან. მე პირადად ეხლა 12 ნომრის ადგილას ხო 2 გავა 9-10-ში გადამოწმებას გავაკეთებდი რა. მე გადამოწმები, იმიტომ რომ ნახე, რატო თუნდაც 6 ძალიან ისე ლაპარაკობდეს, ხო, არც იქით არც აქ. ცხრიანი 6 ნომრის კანდიდატურაც მიიღეს. მე 6 ნომერი ამომწონს ძალიან მთელი თამაში. არაფერი არ ულაპარაკე. უი, 2 დეტექტივი გახსნილი, 7 ექიმი, 3 იაკუძა და აქ ბიჭო, კაი ხალხი არის 1 და 3. ვიცით რომ კაი ხალხი ის გადამოწმებულია და ის დეტექტივები თამაშობ. შენ არ მომწოხარ ძალიან თავიდანვე. რაც შეეხება იმას, რა ქვია, ნახე, ბასტონ, მე მეც არ მომეწონა აქ 7 ნომრის ნაცვლად. შენ რო გაიხსნა კოპალა თქვა 11-ო, შავიაო, აუ ესეც შავიაო, ეგეთი რაღაცა თქვი. ანუ 11 ნომერზე. და მე ბოლომდე გაგვაწურინე რომ 2 ნომერი გასულიყო. შენ გირჩევნია ცოტა ხანი ყავდეს ეს იჯდეს, ანუ თუ ეს შავია დებილობას კითხვის უფრო მეც და შენი აქტივი არის, იმიტომ რომ შენც არ აქტიურობ, რაღაც უფრო დაფიქრებული ხარ და ემოციურად კოპალ. ემოციურად გადევს შავი ღრუბელია ესე. დიდი მოხუპრა და წვიმს, აი ჭექაკუხილი. ну რა გავაკეთო ეხლა ორი შავი იპოვე, მაგრამ მე ლაშა არ მომწონდა და მაგიტო ის რომ იაკუძა იყო პირიქით მე მეშინე. არ იცი რატო? ნუ წინა თამაშებში ამათ ერთმანეთი არ დახოცეს. მე მახარ მისაყვედო აი კალას რომ მიყვებითო. ანუ ადგენენ და მოუდგნენ ამ პატიოსან მოქალაქეებს და გადაგვიარეს კატოკი. ამიტომ მე მერჩინო რომ იაკუძა გასულიყო, მაგრამ საერთოდ არ მეგონა რომ მე არ მისწროდა. და 10-იანი მოკლედ 11 ნომრის გასვლაში 3 ვარიანტი დავუთ ყველა მიფიქრეთ ამ 3 ვარიანტს და მესამე ყველაზე მცირე პროცენტი რაც აქვს არის ის რომ ერთ კაცში გაესროლათ ან მეხუთე ნომერში გაესროლა ორივე კლანს. მეორე ვარიანტია რომ 11 ნომერი იაკუძა იყო და მეორე ნომერს ნაპოვნი ყავდა და შავა შემოიყვანა და პირველი ვარიანტია რომ ის იყო რა ქვია დავწერე რომელი ვარიანტი მქონდა კიდე დალაგებული. ხო, კაი, მოკლედ. ხოდა მოკლედ ამ ეტაპისთვის მაინც მე-12 ნომერის დეტექტივებისკენ ვიხრებ, მაგრამ ის მართლა არც მე არ მომეწონა, რომ ეგრევე მეორე ნომრის გაშვება გვინდა, იმიტომ რომ დეტექტივებს როგორც წესი ეგრევე არ უშვებთ ხოლმე და გადამოწმებული შავის გაშვება, თუნდაც ფეიქ დეტექტივისგან უფრო ლოგიკური იყო ჩემი აზრით, მაგრამ ახლა რომ მეორე გადამოწმებული გავუშვათ, ბალანსი ირღვევა, ამიტომ ჩემი აზრით ახლა მეორე ნომერმა უნდა დატოვოს თამაში. და კიდევ რას ვფიქრობდი გეტყვით. მე 3-4-თან კიდევ ვთამაშობ და მგონია კარა და მერვესთან ერთად ვთამაშობ და მე-9 და ესე ვარ ცოტა. მორჩ. და 12? მიპასუხებ იმაზე, ეს რო ექიმად არ გახსნილიყო კიდე ხო, მე ძალიან მჭირდება ექიმი და ვერ გავრისკავდი უბრალოდ და მაგეთ დავწია უეჭველი შავში ხელი და თან გითხარით კიდეც და თან რო დამეთანხმეთ, მეგონა რომ წამოყვებოდით. კაი. 30% იმის შანსი რომ დაახლოებით რომ 5-ში ისროლა ორმა კაცმა, 60%-ია შანსი იმის რომ ექიმი თუ გავიდა, შეხედე ექიმი თუ გავიდა, ანუ უეჭველი ორი ქილი უნდა მომხდარიყო, ან იაკუძა გავიდა, ანუ დიდი შანსია რომ ეს შავი იყო. კოპალაზე ავწევ ხელს. ან მე კიდევ ერთი შანსია რომ ისროლეს და დახილონა ხო, კოპალაზე ავწევ ხელს, იმედია ორმა კაცმა ჰიტაში არ ისროლა. კოპალას უშვებთ კოპალას. კიდე ერთი ღამე თუ იქნები, ვასახელებ ერთ ნომერს, შენ გინდა, ხო? კიდე რაღაცის თქვა მინდა და მოვიწყდება სანამ ჩემი დრო მოდის რა. ესა შენ რაღაც მითხარი. რაღაცა. რატო უშვებდი? ხო, იმიტომ, რატო უშვებდი და დეტექტივი ვარ ახლა და 100%-ით შავი მყავს. შენ რო იცი რომ თქვა ექიმი ხარ, თქვა და აგერ მეორე ექიმი ხარ, შენთვის 100%-ია. ჩემთვის 100% ეს არის და რას თქვა რატო უშვებდი? დასრულდა.
პირველ ნომერს უსმენთ? მე 8 ნომერს არ დავასახლებ, იმიტომ რომ ორი ნომერის პრეროგატივა არის შენი დასახელება, იმიტომ რომ ამას ყავხარ შენ შავად რა. პირველი რაც არ მომეწონა მაშინ იყო ის, რომ ანუ შენ ბასტომ და 11-მა ერთად აწიეთ და ძალიან მარტივად შეეძლო რომ დაეხატა მან გუნდი ამას რა, ანუ 8, 11, 12. და შენ ზუსტად მიხვედი 8-ზე, როდესაც ნახე როგორი რაღაცა არის. შენ მე პირველივე წამს გავაჟღერე ის მომენტი, რომ 11 შეიძლება შენ როგორც იაკუძა ეგრე ყავდა ნაპოვნი და მაგითი იმაშებოდი. შენ ახლა ნახე ფაქტიურად დახურული გაქვს შენი ვერსია. ერთი კაცი არის დარჩენილი. ერთი კაცია შენთვის 10-ია გაგყავთ? ვინ და ვინ? შენ და ის? ანუ შენი ორი გადამოწმებული შავი გაუშვათ და შენს დგები. ხო, ეგრე გინდა ხო ადგომა? კაი, მოდი და მე ჩავტეხავ და შენ გაგიშვებ. ანუ არა, ორი ნომრის კანდიდატურა მიიღეთ თუ შეიძლება ამ წრეზე ორი ნომრის გარდა არავინ არ ტოვებს ამ მაგიდას. დასრულდა. ორი ნომერზე სანამ გადავალთ, დასახელებულები არიან 2 12 6 1, ორი ნომრის 1 წუთი. ხო, ვაყენებ შავი 8 ნომრის კანდიდატურას, მაგრამ მაგას არ მიიღებ, იმიტომ რომ 8 ნომრის კანდიდატურას ვაყენებ. მიიღეთ 8 ნომრის კანდიდატურა. ნახეთ, მე თავიდანვე ვთქვი 8 ნომერმა და 9 ნომერმა როგორც ისაუბრა, მე 11-მა ისაუბრა ზუსტად იგივე. 11-მა გუნდში კი არ აიყვანა, უბრალოდ მომეწონაო. 11-ს ასევე მოეწონა ნომერი 6. აი ამიტომ არ მომეწონა. მე მივედი 11 ნომერი. 11 ნომერი იყო შავი. ყველა საუბრობთ იმას, რომ 11 ნომერს ცუდ კარტაა გასული. და იმას არ უშვებთ, რომ ანუ დეტექტივის პოულობს იაკუძას. ანუ დეტექტივი ვერ იპოვის იაკუძას ოზი? შოგუნ, ვერ იპოვის 11 ნომერს. ანუ 11 ნომერი იყო შავი. 7 ნომერი ამბობს იმას, რომ 11 ნომერი შავი იყო, ანუ მე ვიპოვე ეს 11. ანუ კაი, მარჯვენა ხელი რო ვიყო, კაი. 11 ნომერი თუ ვიპოვე იაკუძად, ეგრევე არ ავდგები და 11 ნომერს არ გადავიმტერებ რა. ავდგები და 11 ნომერს წითელს დაუძახებ და ის მიხვდება, რომ მე შავი ვარ და გუნდში ვეთამაშები ცოტა ხანი რა. ანუ ეგეც არსებობს ეგ ლოგიკა რა. 8 ნომერი არის შავი, მე არა მაქვს. ეხლა 7 ნომერი არ გავა, მე გავალ, იმიტომ რომ 7 ნომერი შეიძლება ვიღაც დაჰილოს და ვინმეს გაუნაცდეს გონება, რომ 7 ნომერი, აი, რო იცოდე, 12 ნომერი შენ ექიმად არ განგიხილავს, ეგ მაინც რო იცოდე, საუბრის დროს დაეტყვა ამას, რომ დასრულდა. დასახელებულები არიან 2 12 6 1 8, ორი ნომრის 30. ხო, ნულოვან წრეზე შერიფად გახსნა არნიშნავს იმას, რომ ვიღაც არის შერიფი რა. ანუ აი 0 წრეზე, ანუ ეგ არის ბინძური არის უბრალოდ შავი კარტიდან რა. ანუ შავი კარტია 12 ნომერი 0 წრეზე ვიღაცებს ეხსნება და ანუ ამიტომ ჯიგარია დაუჯეროთ. ანუ ესა ორ ადამიანს შაობს, რომელიც ის ამ არგუმენტს ამბობს რა. ანუ ეგ არა არგუმენტები. ანუ თუ ემოციების დადება გინდათ და რეალი და ის რასაც 12 ნომერი აკეთებს, ვითამაშოთ ეგრე რა. მაგრამ ანუ ეს არა არგუმენტების თამაში რა. მე ვერავდგები და 0 წრეზე შავი კარტიდან მაგას არ ვიკადრებ, რომ დეტექტივი ვარ თქვა რა. 0 წრეზე, მით უმეტეს 12 ნომერზე და მე ვზივარ 2-ზე. 12 2-ზე ვზივარ. მე გეტყვით ოზი რატო არ მგონია შოგუნი მაგის თქმა უნდა და დამავწყდა რა. გადამოწმებას რო ვაკეთებდი ოზის გაბრაზ და შოგუნი რო ხარ, ძალიან გინდა რომ გადაგამოწმო. ჩემი აზრი ეგეთი. მაგარი იყო მართლა. 7-იანს დაგიწერდი, იმიტომ რომ არაფერი ემოციური ყვირილი ძახილი არ ყოფილა ჩემგან. არ ვიცი შენ თუ წარსული ისინი გამოძრავებს თემები, მაგრამ ხო არა, ხო, ესე ვზივარ რა. ორიანი გავიდეს გადამოწმებაზე დავფიქრდები, იმიტომ რომ 9-იანიც მაინტერესებს, 10-იანიც, 6-იანიც მაინტერესებს. მაინტერესებს რა გინდა. 6-იანს უსმენთ? 12-იანს ვთხოვ, რომ იოგები ის ხნას ცოტა დაიწყნაროს და ჩუმად ილაპარაკოს და 9-იანს ვთხოვ, რომ ისრები არასწორ ადგილზე არ გადაიტანოს. ეხლა რაც შეეხება ამათ. ანუ ორივე შავი გადაგვიმოწმა, ვა არა მაგარია, მაწყობს იდეაში, მაგრამ არ მგონია, რომ 12 ნომერი fake დეტექტივად გახსნი იყო და ორი წითელი გადაემოწმებინა რა. აი არ მგონია. და მომკალით თუ გინდათ. ამიტომ ალბათ 2 გადის რა. დასრულდა. პირველ ნომერს უსმენთ? ანუ როგორი სიტუაცია არის, იცი რომ ანუ რაღაც მომენტში მინდა რომ დაგიჯერო, მაგრამ ანუ არ შემიძლია. აი იმენ არ შემიძლია ამ მომენტში შენი დაჯერება რა. ანანოს გადამოწმება მინდოდა მე ანუ ბასტო მე შენს ადგილას გადამოწმები 9-ში რომ რაღაცას რა უფრო. ანუ მე 9-ში ბიჭო 9-ში თუ წითელი ხართ მან რა მოგებული არის მათემატიკურად. ანუ მანდ მინდა რომ გადამოწმება იყოს რა. ერთადერთი შემთხვევა არის რომ შავი დაგვიყვანოს. 8-იანს უსმენთ? ეხლა ვფიქრობდი ვისი გადამოწმება უფრო გვაწყობს შავის თუ წითლის და ნახე მე პატიოსანი ვარ ეს ქიმია და თუ არ არის მოკვდება არ აქვს მნიშვნელობა ერთი ნომერი გადამოწმებული წითელია 3-იანს არავინ არ უწევს 4-იანს არავინ არ უწევს ერთადერთი ეჭვები სადაც დარჩა არის 6 9-ს მაინც და მაინც უწევენ და 10 ნომერი რა მე მგონია რომ პატიოსნის გადამოწმება უფრო გვაწყობს ანუ პატიოსნის გადამოწმება უფრო გვაწყობს ჩემი აზრით რა. ვინც თვლით რომ ხართ პატიოსნები, აქტიურეთ.
მე 10 გადავამოწმებდი. დასახელებულები არიან 2 12 6 1 8. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ ორმა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? ეხმიეთ 1 2 3 ეს დაგვიანებული ხელებია. 2 ნომრის ბოლო სიტყვა. კაი, ნახეთ, ესე იგი 7 ნომერი თუ ექიმი არ არის მოკვდება, ხო? ეს იყო თქვენი ბოლო სიტყვები. 7 ნომერი თუ ექიმი არ არის მოკვდება. თუ ექიმია მოკვდება. ანუ თუ ექიმი არ არის, კაი, თქვენ თუ ექიმი არ ხართ, მოკვდებით იცოდეთ. ეხა 8 ნომერი ეუნება 12 ნომერს, ესეთ რაღაცას, რომ ეხა წითელი გადამოწმება გვაწყობს. ანუ ღამე უთხარით ეგ 12 ნომერს, რომ წითელი გადამოწმება გაწყობს. ანუ 8 და 12 არის გუნდი. ეხა მომისმენთ 11 ნომერს ყველა ხო გონიათ თქვენ მე ვიცი რომ თქვენ ექიმი ხართ. ანუ ამათმა ჯერ არიციან, მაგრამ უმეტესობა ფიქრობს რომ ექიმი ხართ. მე ხო უეჭველი ვიცი. ნახეთ, 11 ნომერი თუ არის იაკუძა, მე მარტო 2 შავი ვიცი მაგიდას და არა 3 რა, ანუ მაფიის გუნდი, ხო? თუ 11 ნომერი არის იაკუძა. 12 რო არო შავებია ის უეჭველი ვიცი, მაგრამ ანუ ისეთი ანუ ოზი აი შენ წინა თამაში ჩემზე არ გქონდა ეგ შეტევა რა და თუ 12 შავია 8 ნომერმა წინა თამაში პირველ თამაში რო ერთიანი გადაამოწმა თქვენ ყველა ხელით მოხსენეთ 8 ნომერი ერთიანი როგორ გადაამოწმეთ მე იმასაც არ გამოვრიცხავ რომ 12-ს ერთიანი მისი შავი ყავდეს წითლად შემოყვანილი ეგეც გაითვალისწინეთ რა მე ერთი ნომერი აი ხან კარგად მოდიოდ ჩემთან ხან ცუდად შეიძლება 12-ის შავი ერთიანი იყოს და ერთი ნომერს გამე ცოტა იმედი გასწრებული ვარ რა, ანუ რაღაცა მაფიის თამაში ზოგადად იმიტომ მიყვარს. ანუ არ ვიცი, შეიძლება ხეთ ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მაფიის თამაში იმიტომ მიყვარს, რომ მაფია არის გუნდური თამაში. წითლებიც გუნდურად უნდა თამაშობდეს და შავებიც გუნდურად უნდა თამაშობდეს რა. ვიღაცა რო თქვენ შავს აშავებს, მე მგონია რომ თქვენ პირიქით ხარ უნდა დაუჭიროთ და რაღაც იმ ისე არის თამაშოთ, როგორც აი უბრალოდ გაძრუებთ და რაღაცა რა, ანუ გუნდურობა თუ არ იქნება ამ თამაში ვერასდროს ვერ მოიგებთ, ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ თუ ეგრე ჩამოყალიბდება ყოველ 12 აი ბასტო ეხლა, ანუ ბასტო კარგად ითამაშა, იმიტომ 0 წრეზე რო იხსნება ზოგადად მაფიას რო თამაშობთ ხოლმე 0 წრეზე არავინ არ იხსნება დეტექტივად, იმიტომ რომ არ თვლით სწორ ფორმად ამ ყველაფერს რა. და აი ხა მაინტერესებს რა მოხდება, როცა 6-იანი და 10-იანი გადამოწმდებიან შავად და მერე რას ილაპარაკებენ, ანუ ეგ ხო არის დანებებული ვერსია რა, ამიტომ მოგიწოდებთ, აი ვინც ეხა ამ თამაშს უყურეთ, თუ მაფიას თამაშობთ და თქვენი შავი შავდება, თქვენ მასთან ითამაშეთ. ჯობია რომ ვერსია დაიხატოს შავად, ვერსია შავი იყოთ, მაგრამ სათქმელი მაინც გიქნებათ რაღაცა რომ აი ხო ვამბობდი ესაა დეტექტივი თქო რა, მეტი არაფრის თქმა უნდა. ჩუბა! იგვიძებს მაფია! დაირჩევს ხარ! ტონი მიდასტურებს! თავი დაბლა დავხაროთ! იგვიძებს ტონი და ეძებს დეტექტივს! მიიღო პასუხი, იგვიძებს მარჯვენა ხელი! მიიღო პასუხი, იგვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა! შოგუნი მიდასტურებს! იგვიძებს დეტექტივი! და იგვიძებს ექიმი! ათენა თამაშტორის ნომერი 7 12 გადის ეგრევე აბის მერე იმიტომ რომ შავად გადავამოწმეო ეძახის ჩემს ხო ან ჰიტა რომ მოკვდა მაშინ დავიჰილე ჩემი თავი გადმოგიგდო ანკესი ბიჭო დებილივი თეთანხმები ეხლა გაჩე შევარდყოფილად ხოლმე მოხდოს შემიძლია გავაკეთო ვინ გადაამოწმე და შავია ხო ბაზარი არ არის საეჭო იყო საეჭო ეს არის 600 მეორე ბოლო აუც მე 12-ის დეტექტივობით თამაშობდი და ვთამაშობ მივყვებოდი 12-ს რა ვიცი წესით მე მოვიგოთ ეს თამაში მოეჭველი ანუ ექიმი ვიყავი მკვდარი ვარ 9-იანსაც მიაქციეთ ყურადღება და 10-იანს. დავამშვიდობთ. სამწუხაროდ მესროლეს და ლოგიკურიც იყო.
თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატიოსნები მოვიგებთ ამ ხელს. აი, გამოდის, რომ 11 იყო იაკუძა, 2, 6 და 9-ში არის ერთი შავი? მე מחარა რატომღაც გონია რომ წითელია. წითელი მგონია מחარა. რომელია წითელი? წითელი კარგია. წითელი არის კარგი. გონია რა, შევი ხოჭა. კაი არ მაგალითად წითელს გეძახი, კარგი ხარ თქო და. არ მინდა შეკება და რაღაც. კაი, ხარ, არ ვიცი რომ ხარ და მგონი ხარ. 6-იანს კანდიდატურა მიიღეთ, მე უტევდი 6-იანს. 6-იანს უტევდი, მე 11-6 მეგონა რატომაც გუნდი, იმიტომ რომ ამან 7-იანის ექიმობაზე აწია და შოგუნს უფრო გავდა შოგუნის თამაშს, მაგრამ თუ შავია, ეგეც არაა პრობლემა. უბრალოდ, ეხა ისევ წინათ თამაშებში რაც მოხდა, ის რო არ მოგვივიდეს და მაინც უნდა ვიფიქროთ სხვა შავებზეც. რა გამანებე თავი. შენ 12-8 გამოდის გუნდი, ესე იგი. კაი, ნუ ეხა 6-იანი გავიდეს და დანარჩენს დავითვლი ჩემი ძალიან გენიალური. 6-იანს უსმენთ? ანუ ჩამოყალიბდით ხო, ყველა 12 ნომერში. ძალიან მარტივად. 12 ნომერს ვასახელებ, რა თქმა უნდა, 9 ნომერსაც ვასახელებ, იმიტომ რომ მთელი თამაშია მღერის ჩემზე და მაქედან გამომდინარე მე მთელი მაგი და ამას იტაცებს და 12 ნომერმა საბოლოოდ მე გადამამოწმა. 2 წითელი გადამოწმება მქონდა მაქამდე, მე მაქამდეც ვიძახდი, რომ გადამამოწმე მეთქი, რომ გაგებულიყო ჩემი ფერი და აღარ ელაპარაკა იმას ამდენი. მაგრამ მაინც ელაპარაკა და ეხა ესეც სახით მიზიხარ, რომ ვითომ ძალიან ზემოდან იყურები დეტექტივი ვარ მე და გადაგამოწმე ქორო და აი სარკესთან მივარჯიში, უკენა ხრემლები მოგადგა თვალებზე. 12 ნომერი გადის უეჭველი ეხა და მე გავალგე. კი ბატონო. წაყვან გადაგავო. მე ხო ერთი წამი მე მომისმინე. მე ხო ვიცი ეხა რომ 12 შავია. 2 ნომერი ხო გავიდა, მეც 2 ნომერი მეგო და 2 ნომერზე ავწიე ხელი და არასწორი ხელი ავწიე როგორც ყოველთვის, მაგრამ 12 ნომერია ეხა შავი, იმიტომ რომ გადამომოწმა მე ჩემთან ერთად ადგები. კი ბატონო. რა? ავდგებიო არ იძახდი? ხო, კაი, იცინე და ისქენი. მორჩა 6. ის მეჩვიდნე. ვაყენებ 6 ნომრის კანდიდატურას, ჩემთვის უეჭველი შავი ხარ ახლა, ის ვიცი რომ ფეიქ დეტექტივია, ნახე. მე მგონია რომ მაინც პატიოსნის გადამოწმება გჭირდებოდა და მე მივყვებოდით. 6-7 ძალიან ნეიტრალურად ლაპარაკობდნენ და სადღაც მივაგნებდით. ყველაზე გადაწითლებული პატიოსნები არიან 3 და 4. 4, ანუ არ მგონია შავები, მაგრამ ბოლოს 2 ნომერი რო გადიოდა, არ ვიცი, არ დამინახავს რა ინტერაქცია იყო, მაგრამ 2-3-ში იყო რაღაც ინტერაქცია, მე ეს არ დამინახავს. ხო და ეს არ მომეწონა რა. რა შეეხება 9-ს და ანუ 10-იანი თან ლაპარაკობს, თან არ ლაპარაკობს. ანუ მე ვერ დავამუღამე რას ლაპარაკობ. კი არ გიტე, უბრალოდ მინდა რომ ვიღაცა პატიოსნად დავინახო და გეხვეწები, შენი მკაფიო პოზიცია დააფიქსირე, ვინ გგონია შავი. შენ უბრალოდ იმაშვები რა. აი სურათის აღწერა რო არის ხოლმე ბავშვობაში რო გვაკეთებინებდნენ, აი მაგაზაკ ერთიანი ესე ამბობს, ორიანი ესე ამბობს. შენ შავი ვინ გგონია ეს გითხარი რა. გთხოვ, აი დაგვეხმარე. მადლობა. 9-იანს უსმენთ? მე რატო გიტე ვიცი, მათემატიკურად, ანუ შავი შენ გამომდიხარ რა, კიდე 10 ნომერიც მიიღეთ მაინც რა ვიცი იყოს და ციხელებული. ანუ მე სხვა, ანუ 3-4 წითელია, ანანო გადამოწმებული წითელია, ჩემი დეტექტივი, ჟოზი გადამოწმებული წითელია, ვიღარ არჩა. მე ანუ ნახე თამაში თუ უყურებ, მე 2-იანზე ავწე ხელი, უტევდი, 6-იანს უტევდი. ნახე 6-იანზე მე ვთქვი რომ გადავამოწმე თქო. ნახე მე წითელი რატო ვარ ეხლა? მე არ ვიცი, დათვლებით წითლები ჯობდა თუ რაღაც, წითლები ჯობდაო თქვით თუ არა. მე ვთქვი მოდი, გადავამო თუ წითლები გირჩევენ, მაგრამ ნახე შენ რომ მე მომკვდარი იყავი, ანუ ალბათ ექიმი გადიოდა უფრო დიდი ლოგიკით, მაგრამ შეიძლება წითელი მომკვდარი იყო და გამოგცლოდით ხელიდან გადამოწმებული წითელი. ეგ არ მინდოდა თორე. წითელის ფერი თუ გინდა წითელი იპოვო, მოდი ამ ღამეს პასტო გელოდები. გასაღებს დავტოვებ იმის ქვეშ, ხალიჩის ქვეშ და გააყე და შემოდი. დანარჩენი ეხა ნახე, ეხა მე შავების გუნდში ჩამოყალიბდი, თუ შეასრულეს, მოიგეს, მიულოცავ მართლა ძალიან კარგად. ნუ წეს 6 და 10 უნდა იყვნენ. უბრალოდ შოგუნის ამბავში ლაშაზე ვინც არაწია, ხელი იქ უნდა ვეძებოთ ჩემი, იმიტომ რომ იეკუძა ის. ბიჭო, შეასრულეს ძალიან კარგად, რა დებილობაა, ანუ რატო თან ხვდები მაგას, ვერ ხვდები. ჩართული გქონდ მიდის 5 წამი. მოკლედ მე ვერ ვხვდები თქვენი, ანუ მათემატიკურად გავიგე, მაგრამ ვერ ვხვდები, ანუ მე-12 ნომერის დეტექტივობას თავიდანვე უფრო მეტად თამაშობდი, მე-11-ზე ხელი ავწია, განვიხილე ყველა ლოგიკა, რომ მეორემ შეიძლება იაკუძად იპოვა მეთქი, 3 ლოგიკა განვიხილე მან, მეორეზე ხელი ავწია, მე-7-ს ექიმობას მივყვებოდი, მე-3-ესთან, მე-4-ესთან, მე-9-ესთან, მე-8-ესთან, ასე თუ ისევ თამაშობდი, მაგრამ ისიც არ დაგავიწყეთ, რომ მე-3 და მე-4 ჩვეულებრივად შეიძლება რომ გაგეპაროთ, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკურად ეგეც გამოვგდით შავი. ანუ მარტო მე როგორ გამოვდივარ მათემატიკურად შავი ვერ ვხვდები. მე-8 ნომერთან თამაშობდი, მე-9 ნომერზე წინა წრეზეც ვთქვი, რომ აი ესე ვარ დაახლოებით მეთქი და ვერ ხვდები მე-9 ნომერს რატო არ
გადამოწმდება და მე რო შავი ვიყო და წეღანო მეუნებოდი შენ გადაგამოწმებო, მე რო შავი ვიყო შენ მოგკლავდი რომ ჩემი გადამოწმება აღარ დაგედო. სიტყვაზე ეხა თუ ქოროს გადამოწმებდი და რომ მათემატიკა გავიგე, მაგრამ არ არის ეგრე როგორც ამბობთ. მოვჭი. გაფასეთ ხოლმე. 12-ს უსმენთ? დღის განმავლობაში რაღაცებს შეიძლება ისეთი ვთქვა, რომ მე რაღაცა მართლა რაც ეხა თქვი შენ, ეგეთი რაღაცა მოყვეს, ხო რომ შენ თავიდან რომ მინდოდა გადამემოწმებინე, იმიტომ რომ ძალიან აი ყოველთვის ეგრეა რა ადამიანი როცა საუბრობს და რაღაცა უბრალოდ სიტყვებია, აი იურიდიულად რო ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აი ზუსტად რო იცი რომ რაღაცა რიგზე არ არის 90% შემთხვევებში მინდოდა გადამემოწმებინე, მაგრამ აქ სხვა ისინი მქონდა, დილემები მქონდა, ხო? 6-იანი გადის, მე მაგ კიდევ ერთი გადამოწმება, დიდი ალბათობით მოვკვდები ღამე. ფიქრობ, ან 9-იანი, 10-იანი, 4-იანში არის გადასამოწმებელი, სხვა არაფერი რა. წითელი გვეპოვა რა, შავი ვიპოვეთ, გავუშვებთ რა, იდეალური ის არის, რა ქვია, შავი არის. ხო, ეხლა შავი გვინდა, ვეცდები ყოველ შემთხვევაში. კალას დავასახელებ, 9 ნომერს დავასახელებ, იმიტომ რომ რაღაცნაირ სახე მიიღო. ეხლა გააკეთა ალბათ დამასახელეო იგულის. დასვ. პირველ ნომერს უსმენთ? მიიღეთ 9, მიიღეთ 10-ის კანდიდატურა, მიიღეთ 4 ნომრის კანდიდატურაც და გთხოვთ მე დამასახელოთ მეც თუ შეიძლება, იმიტომ რომ ბოლოს მინდა რომ ვისაუბრო რაღაც შევაჯამო რა. მე ეხლა ესეთ რაღაცას ვიტყოდი. ანუ ესეთ რაღაცას ვიტყოდი რა, ანუ ბასტოს სათქმელ სიტყვას. შენ გჭირდება რომ გადამოწმება გააკეთო ვიღაცაში. შენ გჭირდება ნაკლები ხალხი იმისათვის რომ გადაამოწმო და რაც უფრო ნაკლები ადამიანი გიყოლება გადასამოწმებელი, მით უფრო უკეთესი არის ქალაქისთვისაც. ეხლა მე მინდა რომ 2 ადამიანი გავუყოთ და ავაყენოთ. ერთი ქორო, რომელიც გადამოწმებული შავი არის. 8-იანს არ ვახებით, იმიტომ რომ 8-იანზე არავით არის, ანუ 8-იანს ვაკაჩი ვერ გაყოფთ ხო, მაგას გეუბნები 8-იანს არაფერს არ ვერ. რატო რანაირად გაყოფ? 8-იანს ფონი. 4-4-ზე ვერ გაყოფ და ვერ აყენებ. 2 შავი არის, ჩატეხავენ და მე გავუშვებთ იმის შავს და ვინც ჩატეხავს მაგას მივაყოლებთ ანანო, კაი რა. ანუ მე ახლა ისევ და ისევ სამეულო, ოთხეულო ვფსვათ, რომელიმე თავი გაწირეთ ქალაქისთვის გთხოვთ. აი ისევ და ისევ. ნინიკო რომ მაგას არა კი, შავი ხო გონი ვარ, თავდუკები არ მაქვს პრობლემა. აჰა, შვენია. ხო ყავს საეჭო ნინიკო. ხო და 10-იანს მე 4 ფოლი აქვს, 10-იანი ტოვებს თამაშს. ღამე. 10-იანი ტოვებს თამაშს. და არ ვიცი თამაშს რა უნდა ვთქვა, ცოტა არეული თამაში იყო, ჯუჯი ფოლებით გამაგდო, მაშინ როცა ცხოვრებაში არავინ არ გავუგდია ფოლებით, მიხედავს რომ არასდროს არავინ არ ჩუნდება და პირველი მის ხვერპლი რატოღაც მე ვიყავი, არ ვიცი რატო გავაბრაზა ეს ძალიან, მაგრამ არა უშავს, მაინც აი ნახევარი მხარი გამიშეშ და სიცივისგან და სიმართლე რომ გითხრათ მე რჩნა რომ ამდგარი ხარ, მადლობა. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. შოგუნი მიდასტურებს. იღვიძებს დეტექტივი. ვებშიტობები. მიიღო პასუხი, იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს. ათენდა. თამაში ტოვებს ნომერი 12. კალაც წითელი არის, როგორც იცოდეთ. ქორო გაუშვით, აი სად გადარჩა ბიჭო, ის რა ყისმათა არის ჩემი. 5-ჯერ დუშას გააგორებ, აი უფრო კიდე უფრო გადარჩა რა. თავი მოვიკალე ხო? სუიციდის ტიპა. ლუკა არ ვიცით 4-ის და 3-ის ფერი მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ცუდია რომ შოგუნი ერთ რაღაცას ვიტყვი, ჩემ აზრს ვიტყვი, დეტექტივს პატივი მეცეთ. ოზი გაბრაზდა, რომ გადავამოწმე პირველ ღამეს და ყველაზე ნაკლებად მგონია შოგუნი, იმიტომ რომ ჩემი აზრით შოგუნი არ უნდა ბრაზდებოდეს, როცა გადასამოწმებლად მაგაზე მიდიან.
შესაძლებელი არის ვწდები, მაგრამ ერთადერთი ლოგიკა შოგუნი რო არ იყოს, არის ოზი რო გაბრაზდა პირველ გადამოწმებას. ძალიან გამიტყდა. შეგვეძლო მოგვეგო უფრო იოლად ჩემი აზრით. ქორო გადის მერე უფრო 4-იანში. თუ დარჩა. როგორც იქნა მომივიდა დეტექტივის კარტი, ძალიან გამიხარდა. დამაჯერებელი ვიყავი ალბათ. დიდად ეხა ჭადრაკი არ მითამაშია, მაგრამ უბრალოდ დამაჯერებელი ვიყავი და მაგიტო გამომყვა ქალაქი და ჩემს ერთ მოვიგებთ რა. ნინიკოს გაგდება ჩემი გადმოსახედიდან, კაი იქნებოდა რომ დარჩენილიყო. რა თქმა უნდა, გადამოწმება მასში წავიდოდა და თურმე აღმოჩნდებოდა რომ შავი კარტი არის და არაფერი შეიცვლებოდა რა. ეხლა მივალ და დავარწმუნებ იმაში რომ მაგასთან მიდიოდა გადამოწმება, ესე ხელი გავიშურე კიდეც, თუ უთხარი რომ მეთქი ნინიკო რაფერი იყო მეთქი. მაგრამ მე მეთქი 9 კაროჩე რა, აბა თქვენიც. ფოლი ნებისმიერ ფოლს დავწერ. გეტყვით რომ 3 ნომერს აქვს 3 ფოლი, 6-იანს აქვს 3 ფოლი, 10 ნომერი აღარ არის, 12-ს აღარ არის. 8-იანს აქვს 1 ფოლი და 1-იანს 2 ფოლი. ფოლები ნებისმიერი იწერება, ნებისმიერი წამოძახილი არის ფოლი, მით უმეტეს თავის გამაწითლებელი, რომ აი მე ეხა მე ავდგები. ამაზე არის ესევე გაგდება რა ჯერ ერთი. და მით უმეტეს მე-4 ფოლი იყო და მოუწია 10 ნომერს თამაშით დატოვება. 6 ნომერს უსმენთ. ბიჭო, თავი მოიკლათ ხო მაგას ვიძახთი, მაგრამ ეხა ნახე რომ დავფიქრდი, ექიმი აღარ არის დარჩენილი. არანაირად და რისი შეეშინდებოდა მაფიას, რატომ მოკლავდნენ? ანუ რა გამოდის საბოლოოდ, რა ლაგდება ტვინში? ანუ 12, ანუ ეგ დამილაგდა წეგან მე რომ 12 ნომერი იმიტომ მოკვდა რომ ეგ გამოცდილება მივიღეთ წინა თამაშებში რომ 3-3-ზე რჩებოდნენ და არ იცოდა ვინ დაეհლა, მაგრამ ექიმი რო არ არის მაშინ რა შუაშია ეგ? მაუსი რო არ მუშაობს? ფოლი 4-იანს? რუიანს ვასახელებ, იმიტომ რომ რუიანს ვასახელებ, იმიტომ რომ ორიანი არის ჩემთვის დეტექტივი 12 ყავდი შავად გადამოწმებული და 12 შავი იყო და გავიდა. მაგრამ რატო გავიდა, მაგას ვერ მივხვდი. რუიანი უნდა გავიდეს ახლა, იმიტომ რომ ორიანის დატოვებული შავი იყო რუიანი. და არ ვიცი ვაფშე რა როლები დარჩა. რუიანს უსმენთ? ვაყენებ 6 ნომერის კანდიდატურას. ეხლა ყველა მოდი მაგი და გავყოთ. 6 ნომერი არის დასახელებული პირველ კანდიდატურად. მე ვიტყოდი რომ 3 ნომერთან ერთად გავყოთ თქვა. რადგანაც 6 არის დასახელებული პირველ კანდიდატურად, ვინც მეორე კანდიდატურა იქნება დასახელებული, ის მისცემს ხმას 6 ნომერს მე და კალა. გაწყობს? მე, შენ და კიდე იქიდან ვიღაცა მივცემთ 6 ნომერს. 6 ნომერი ლუკა და ოზი მისცემენ იმ მეორე დასახელებულ კანდიდატურას და გავყოფთ. მოკლედ შენ დაასახელე იქით მხრიდან, 2 კაცი უნდა ავაყენოთ. თუ არ გინდათ, მაშინ გავიდეს 6. მე ვაფშე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ 3 ნომერი. იმიტომ რომ ეს არის გადამოწმებული პატიოსანი და ერთხელაც არ უთქვამს 4 ნომერზე რომ შავი მგონიაო. და თუ ვინმე მსროლელი დარჩა კიდე ამ თამაშში, გასაგებია რომ 2 ნომერზე აწია ხელი და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი კომუნიკაცია ჰქონდა ორიანს და სამიანს, მე მართლა პატიოსანი მგონი ხარ შენი იმით რა ქვია, შენი ლაპარაკით, მაგრამ რა ცხრიანი? ნახე რაც გეუბნები მათემატიკურ მოგებაზე გელაპარაკება და არა იმაზე რომ ყველაფერი ვიცით, ანუ მაკეთ შეიძლება ან შოგუნი იყოს, არ ვიცი მე 6-იანს გავუშვებდი, შეიძლება 10-იანი შავი იყო და სროლა საერთოდ აღარ იყოს. არის ლაპარაკებდა ფოლი ქონდა, არ ქონდა, არ ვიცი ხა მაგდენი, მაგრამ მაშინ 3-4-ში გამოდის შავი ერთი. ხო. აი, მაინც მიიღეთ 3 ნომრის კანდიდატურა. მე მგონია რომ ქორო მირჩევნია რომ სეიფად მირჩევნია ესე რა. რაღაც არ მოხდეს, მე კიდე ვიღაცამ ეს არ ჩა. ნახე, ორიანის გუნდი, მე მგონია რომ 6 და 10, რატო იცი? შავი ტიპი არასდროს არ ლაპარაკობს თავის გუნდელებს. ყოველთვის ამბობს ნეიტრალური, უვლის გვერდს, არაფერს ესენ ერთმანეთს არ ლაპარაკობთ. არც 10 ლაპარაკობთ 2-ზე, 6 ნომერი. 2 დეტექტივი იყო გახსნილი, 1 და 3 ყველაზე კაი ხალხი. ანუ ძალიან ტყელტყელი ფრაზები და მე მაგიტო 6 ნომრის გაგდებას ვამბობდი ძალიან დიდი ხანია. ისე რომ რავი 6 გავიდეს, 10 გასულია და რამე არ მოხდეს მერე. დასრულდა. პირველ ნომერს უსმენთ? მიიღეთ 6 ნომრის კანდიდატურა, ამ წელს დატოვებს მხოლოდ 6 ნომერი, მეტი არავინ. ანუ და გეტყვი რატო? ანუ თეორიულად თუ არის აქ, ანუ ისევ და ისევ რა, ანუ იაკუძას კლანი რომელმაც ზუსტად იმას დაასვა ზუსტად
ვინც ის იყო, მაგრამ ორ თორში მერე შეუძლიათ რომ მოიგონ ტექნიკურად. არა, 5 კაცი თუ დავრჩით და ერთი გასროლა გააკეთეს, ორ თორში მოიგებენ. მაგრამ ეხლა ნახე როგორ არის, ეს თუ შავი არის, აქიდან აქიდან ერთი შავი ხო გადის. არა, 6-იან 8-ში გამოდის, ანუ პროსტ ორივე დეტექტივების რაღაცა იმას, ჩემს ბასტო არ დეტექტივი. 6-იანი უნდა გავიდეს ეხლა. მაგრამ მე ერთი რაღაცა არის, რაც არ არის. 3-8-ში 3-8-დან ერთ-ერთმა უნდა დაგვტოვოს და ალბათ უფრო 3-იანი იქნება და ნახე რატო. 11 ნომერზე შენ და ამან არა წიეთ ხელი. შენგან მესმის ედისა, მაგრამ ამისგან ცოტა მიკვირს. 3 ნომრის კანდიდატურა მიიღეთ, 6-3 გაიყოფიან და ხო რა, ეგ იქნება. ბატონო. და მე სამასახელე. 3 ნომერს უსმენთ? ბიჭო, ძალიან მესწრანება ეხლა რაც ხდება რა. კაი გეწო შენ გასული ხარ, ნუ ფართხალებ. მოვკვდი, სო, და ცოტა ხარ. 3 ნომერი მათემატიკური ბალანსით არ მესმის, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ არაფერი არა ვარ და კარგი კაცი ვარ და ძალიან ეს არის რა. ლუკა მგონია უფრო ჩესნი. ანანოსგან ძალიან არ მესიაუნა ჩემ, იმიტომ რომ მე ყველაზე კარგი კარტი ვარ ალბათ რა. კალა გამიკარტა და ბოლომდე კარგად, იმიტომ რომ მაინც ის არ იყოს თქო. პირველი და მერვეს ერთმანეთში თანხმობა ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ ეხა მე ვისაც ვხედავ, ეს არის ძმები კალატოზები და მე ვართ ძალიან კარგი ხარ. ზატო მეტენება. ანანო არ მომეწონა, 8-ში და 1-ში ჩემი გადმოსახედიდან არის რო ვერ აკლავს რა, ჩუსტი ვინც არის. ეგ მგონია რა. ხო და ვასახელებ 1 ნომერს. მიღებული. დასრულდა. 4-იანს უსმენთ? სანამ 4-იანი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 8-3-6-1. 4-იანის 1 წუთი? ბიჭო, მე არ მგონია 3-იანი სუდი კარტი. მიუხედავად იმისა, რომ მე და ეს დავრჩით, ხო? მე ვიცი რომ წითელი ვარ. უყურე, შენ წეღან მკითხე ლაშაზე არ ამიწევია გამახსენდა. 6-იანზე ავიწე. პირველივე წრეზე ავიწე 6-იანი. ჩემი შავი თუ არა, მსროლელი თუ არა, ამაზე რატო ავიწევდი პირველ ხელში, ხო? პირველ წრეზე. შოგუნი მე, ხო და შოგუნი მაშინ ჩემს ზარ უნდა გაყოთ ეხა, იმიტომ რომ მე მსროლელი ვერ ვარ. თუ ორ მაფიას ეძებთ ეხა. მე არ მგონია რომ ორი მაფიაა დარჩენი რატომაც. ამიტომ 6-იანი 10-იანი ვიცი რომ ეგრე გავიდა წითლად, იმიტომ რომ ფუალებით გავიდა, მაგრამ შეიძლება თავის გაწეთლა არ ვიცი. მან რა მოხდა არ ვიცი ნახდათ. რავი, ორი შავი კარტი არ მგონია. წითელი. მე 6-იანზე ავწევ ხელს, რავი. 6 გადის. რატომღაც გონია, შეიძლება არ ვიცი რა, ძალიან დაბნეული ვარ და 6-იანი უნდა გავიდეს, ეგრე მგონია. ბატონო. სანამ დასახელებები იქნება და მოვაცხადებ, პირველს აქვს 2 ფოლი, 3-იანს 3 ფოლი, მე-4-ს 1 ფოლი, 6-იანს 3 ფოლი, 8-იანს 1 ფოლი და 9-იანს არც 1. დასახელებულები არიან 8-3-6-1. 8-იანის 30 წამი. ნახე, მე 6 ნომერს ვაძლევ, რა თქმა უნდა ხმას, მაგრამ მე აი 99% ვარ დარწმუნებული, რომ შავი კარტი კიდევ მომისმინე, იმიტომ რომ არის დარჩენილი, იმიტომ რომ თუ 11 იყო იაკუძა და არა 12 მაგალითად, მაშინ ვინც მოკვდა ყველა პატიოსანია რა და 10-იანი კიდე ისე გავიდა რომ ეს თუ მაფია, ანუ ძალიან კაი თუ მაფიაა, მაგრამ რა პრობლემა, ხო? ჩემთვისაც პატიოსანი, ანუ აგზის შავი კარტი და მაგას გეუბნებოდი რომ თუ ყოფთ, გავყოთ იქიდან და თუ არ ყოფთ, გავიყვანოთ 6 ნომერი რა. შევაწყო მომაყენა. რომელმა? აი მე 6 ნომერმა. 6 ნომერს ვემშვიდობებით. შევაწყო მომაყენა. რა მეანიშნე? არ მომაყენა? აი, მომაყენა შე. მე არ დამინახავს. ესე მითხრა. 3 ნომერს 30 წამი აქვს? ძმდებო. აუ ეს ბიჭო, აი იმენა ყდარი ხარ, დანებდი. ანუ ხანდახან რო ყდებიან, აღარ ბრუნდებიან, მორჩა, წადი. შენ ხარ ყდარი, თუ იცი ვინ არის შოგუნის ძმა კაცი, ვინ არის? ეგ მაინც გვირჩიე. გადამოწმებული გააქვს? თუ რატო იცი? 8-იანია, კარში, 8-იანი და 20 მგონია, იმიტომ რომ 20 ეს რაღაცა პათეტიკურად რაღაცეებს ითოლი და წეგან და არ მომწონს ხო ამის. მაშინ მოდი 8-იანი გავუშვათ. არა, მაშინ შეგანიშნოთ. დასრულდა. 6-იანს უსმენთ? 6-იანი. არა, ეხა ნახე, ლუკა, ნუ ხარ დაბნეული. 8-იანთან ერთად ავდგები. 8-იანთან ერთად ავდგები და თამაში გაგრძელდება. მარტო მე თუ ავდგები, დამთავრდება უეჭველი თამაში. რატო და მგონია რომ შენ ხარ შავი დარჩენი და კიდე ერთი შავია აქეთ. რა, არ ვიცი ვინ ზის, მაგრამ შენ ყავდი გადამოწმებული 12 ნომერს შავად, ის გავიდა შავი. ხოლს ავიღებ. მარტო მე თუ გავთამაშ დამთავრდება, რას ნიშნავს 8?
რას ნიშნავს და მაფია დარჩება, ორი კაცი დარჩება მაფია და დასრულდება, მაგრამ ღამე დასრულდება, აბა რა მოხდება? მათემატიკურად ვერ გამოგდის ეგ ნახე, 2-იანი და 11 ვერ იქნებიან ერთ გუნდში, ან თუ თავისი შავი გაიყვანა, მაშინ გამოვიდა რომ ორი შავი გასულიერ და მესამე შავი თუ შენ ხარ, ან იაკუძა ხარ, შენ ქილი ერთი უნდა მოხდეს მარტო. ერთადერთი ცუდი ვარიანტი ქალაქისთვის არის ის თუ შენ, შენ 2-11 იყავით შავები და იაკუძა არის ორი ადამიანი დარჩენილი. მაგ შემთხვევაში გვაქვს წაგებული. მარტო მაგ შემთხვევაში გვაქვს წაგებული და მე მინდა რომ 6-იანი გავიდეს რა, ეხლა მარტო 6-იანი გავიდეს, მეტი არავინ და თუ იაკუძამ შეგვისრულა, რა ვქნათ ახლა. ხო, არ ამგონია რომ შეგვისრულა. დასრულდა. დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 3, 6, 1. ნუ ბურტყუნეთ. ვინ ფიქრობს რომ რვიანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ერთი ხმა. ვინ ფიქრობს რომ 3-იანმა? ვინ ფიქრობს რომ 6-იანმა? დაგვიანებული ხელი. აუ, წააგეთ. 6-იანს ბოლოს თქვა? წააგეთ. ან შენ შეიძლება არ უნდა გიყურებდე და არ უნდა გეუბნებოდე მაგას. წამოხტე მე დიანანო გუნდელთან ერთად. ვინ არის შენი გუნდელი? აი ბიჭო რა. მორჩა ხო? ჰა? წამყორთან მიმართება არ შეიძლება თამაშის პროცესთან და კაი, გავალ და კართან ვიდგები და შემო. წიხს დავარტყავ ვიღაცას. ეგ არ შეიძლება. დავშედოთ ტექსტი. გამარჯობა, ძალიან საინტერესო თამაში მიდის. შოგუნი ძალიან მაინტერესებს ვინ არის. მართლა არ ვიცი შოგუნი ვინ არის. მაგრამ მომწონს ოზირო შოგუნი იყოს და მოიგოს ძალიან გამიხარდება. მაგრამ სამწუხაროდ ანანოა სავარაუდოდ შოგუნი, სამწუხაროდ კალაა შოგუნი, სამწუხაროდ ლუკაა შოგუნი, სამწუხაროდ მახარაა შოგუნი. ყველა ვარიანტი ჩამისვით და კაია მომიწერი. და ნუ მე ვიბრძოლე, ბრძოლა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არა დღეს. მადლობა. იღვიძებს მაფია! დაირჩევს ცხენს, დონი მიდასტურებს! იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს! იღვიძებს მარჯვენა ხელი! იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუზა! შოგუნი მიდასტურებს პასუხს! იღვიძებს დეტექტივი! და იღვიძებს ექიმი! გათენდა! თამაშს არავინ არ ტოვებს, 8-იანი გახსნის წრეს. მოიცადე. არ არსებობს. ვინ? მაშინ 10-იანი იყო შავი. 10-იანი თუ შავია, რატომ გადის ფოლით? იმიტომ რომ ნახე, ეხლა მაგაზე ვფიქრობდი ღამე რა. თუ არის 11, ერთი წუთი. თუ არის 11 იაკუძა. კაი, იაკუძა აღარ ისვრის. 2-12-ში ერთი შავია, გადიან, ღამე კვდება 5 ის. არ აქვს მაგას მნიშვნელობა. 10-იანი მაშინ 5-იანი ღამე მოკვდა. მაშინ როცა უკვე ლაშა გაყვანილი ყავდა. ხო და ესე იგი 5 ნომერი არ იქნება მაფია. და დარჩა 10 ნომერი, რომ სიგიჟია რო 10 ნომერი. That's crazy. მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. მე როცა ყოფდი წეღან მაგიდას, მე მეგონა რომ 10 ნომერი იყო გასული პატიოსნად, იმიტომ რომ გავიდა ფოლით. რა ვიცი, ეხა ვაყენებ 9 ნომრის კანდიდატურას და მე აგიხსნი რა. მაშინ 10 იყოს შავი. ბოროტულ სიცილებს ავართ, 9-იანს უსმენთ? ანუ შოგუნზე უფრო მეტი უნდა გელაპარაკა, იმიტომ რომ მოცემ ახლა ვიცი რომ გაგიკვირდა შეიძლება 10-იანი, იმიტომ შენი გუნდი არანაირად არ იყო, მაგრამ 10-იანი გეუბნებით რომ შავია. და საერთოდ ამ ხელში კარგად მიმდის, კარგად ვიცნობ და ამიტომ შოგუნი 8 ნომერი მგონია, 8 ნომრის კანდიდატურა მიიღეთ. იმიტომ რომ მე გამიკვირდა შენი 11 ნომერში ხელის არაწევთ, რომ შენ დაგეშო. ეგ არგუმენტი რომ ეხლა ესენი ერთმანეთს დახოცავენ, 3 თამაშია არ ხდება. და მაგიტო ეხლა ამ თამაში მაგ არგუმენტის გაყოლა რომ მოდი მე გიყურებ ყველაზე მეტად გამიკვირდა შენგან რომ 11 ნომერზე ხელი არ აწია. ყველაზე მეტად გამიკვირდა და აწია 2-ზე. ამიტომ ნახე ჯერ ბევრი ვარიანტი გვაქვს. მე ვიცი რომ წითელი კარტი ვარ. 11 ნომერში ნახე იაკუძა იყო 11 ნომერი. დაივიწყეთ ყველანაირი სხვა მოცემულობა. 11 ნომერი არის იაკუძა. იაკუძას შოგუნი ეძებეთ ეხლა 11 ნომერში. ხო ხელის აწევით ვეძებთ. ანუ მე ვერ გამოდიო რენერტო თავი ჩავახტით 11 ნომერს. პირველი ავწიე ხელი და ასე შემდეგ. ასე რომ 8 ნომერი არის ადამიანი, ვის აიცილა ეს ყველაფერი და არგუმენტიც არ თქვა სწორად. ასე რომ არგუმენტებით მივედი მე შოგუნამდე. შენ თუ არ იქნები გასკვირდება ძალიან. პირველ ნომერს უსმენთ? იღეთ 3 ნომრის კანდიდატურა აბსოლუტურად იგივენაირად, ანუ პირველ წრეზე 11 ნომერთან ერთად ხელი აწია 2 ნომერზე 8, 3 და 12. და ზუსტად ისევ და ისევ რა, ანუ
პრობლემა არის იმაში, რომ პირველი წრე ძირითადად გვავიწყდება ხოლმე რა ბოლოს და პირველ წრეს უბრალოდ ეგ იყო რა, ანუ შენსა და შენ 3-მა, 12-მა და 11-მა ერთად აწიეთ ხელი და მანდ ვეძებდი მე გუნდს და მაგიტომ ამბობდი რომ რიანი გადაამოწმე მეთქი ბასტოსაც ეგუთხარი მაგიტომ რა. მიუხედავად იმისა, რომ სამიანის გადამოწმება შეიძლებოდა, მაგრამ ამის გადამოწმება დიახ არაფერს არ მოგწევს. ანუ მე ეხლა მაგალითისათვის ანუ შენთან ნაკლებად მექნება ეხლა შემოტევა რაღაცნაირად 3 და 8-ში მაქვს შეტევა. ანუ ჯერ მინდა რომ ერთი გავიდეს, მერე მეორე გავიდეს და მერე გავაგზავნოთ უკვე დანარჩენი რა, ანუ კალატოზებთან ერთად ალბათ. დასრულდა. 3 ნომერს უსმენთ? ბიჭო, მე მინდა ეს რაღაცა, მე მინდა რომ კალასთან ერთად მოვიგო რა. ხო და ხო და ანანო არ გავუფათ, ჯერ ოზი გავუფათ რა. ოზი გავუფათ, მე ანანო გავუფათ, ბიჭები დავრჩეთ. მე ეს გავუშვათ და მე და შენ რომ მოიგო შეშიმა. გამოვყიდოთ მე და შენ და მე. ხო და არ გავუფათ რა. ოზი გავუფათ. მე და ბიჭები რომ დავრჩებით, მე ვიზე იმოთ შეშიმა რა. მიდი რა, თან ამას ხულები ბევრი ყავს შეჩემა. რაღაც ეტაპამდე გავაჯიბეინდო თუ წავიდეს. ვაიმე, შევაწყობოთ ხოლმე ზებადაში. ვასახელებ 8 ნომერს, მაგრამ ეს გაუშვათ, გიხვეწები შეჩემა. შოუ დამადგმევინე რა. იმას იმედი აქვს, ვაიც. მე ძანო 4 ნომერი სანამ დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 9, 8, 3. 4 ნომრის 1 წუთი. მიიღეთ 1 ნომრის კანდიდატურა და უშვებთ 20-ს ესე იგი. კარგი, მე 20-ზე ავწევ ხა. ხო, ანუ რუიანმა არაწია 11-ზე ხელი და რაღაც ამართლებდა რაღაცნაირად. 10-იან მე ვთქვი მეგონა რომ არ იყო დარჩენილი. 10-იანს ეგონა რომ ფოლი ქონდა და იმიტომ დგებოდა 6-იანთან ერთად რომ წინა თამაშს გავიხსენებ მაინც. რომ შენ წინა თამაშს გააწითლე მაგის გამო და ეხლა გავწითლდებიო მაგით რომ ავდგებიო. დეტექტივი ამოწმებდა 10-იანს და მაგიტო. ხო, ეგეც შეიძლება რომ მაინც პირდაპირ ადგა და ქოროს გავხსნა. მე რავი 6 გითხარი წეგან შემეძლო მეთქვა რომ 11-ზე ავწიეთ ხო და მაგით უფრო მოვიხდიდი ჩემ ასე რა ქვია შოგუნობას, მაგრამ გამახსენდა რომ 6-იანზე ავწიე. მაგრამ 11-ს არ მომწონდა მე. მე ჯიგარი ვარ. აი რუიანი გადის წესით თავდება. დასრულდა. 9, 8, 3, 1. 9-იანის 30 წამი. ვისაუბროთ, ანუ ჯერ ძალიან არხეინად ვარ, მაგრამ ახლა რუიანი რომ გავიდეს და რომ გაგრძელდეს თამაში, მაგათ მე ძალიან დამერხევა. იმიტომ რომ მე წავა ნერვიულობა. თქვენ ძალიან შილ ხართ რა. თქვენ იმან მიუხედავად იმისა, რომ 11 ნომერზე არ აწია ხელი, იმისგან მესმის რა. იმიტომ რომ ის საერთოდ გველაპარაკება, მადლობა უნდა უთხრათ ყოველი წამი და წუთ ფოლიც მაგიტომ უნდა დახარჯო, რომ მახარას მადლობა უნდა გადაუხადო, რა გზის. და ანანოს არ აწეული ხელი ჩემთვის უფრო მწარეა. დასრულ. რუიანს უსმენთ? მოკლედ, მე ამ თამაშს ნახდად ვერ მოვიგებ და მე მაინც გასასვლელი კარტი ვარ, იმიტომ რომ 0 წრიდან სულ შეტევებია ჩემზე. მე მგონია და დარწმუნებული ვარ, 3 ნომერი არის შოგუნი. ეგრე ვფიქრობ, 9 არ მომწონდა მთელი თამაში, ისეთ პონჩი, აქეთ პონჩი, ისეთ პონჩი, მაგრამ 3 ნომერი მგონია უფრო შოგუნი. თუ ეხა 3 ნომერს გავიყვანთ, ავდგები, მე ავირჩევ ვისთან ერთად ავდგები. შემდეგზე ან გამიშვით მარტო, ან ავირჩევ ვისთან ერთად ავდგები. მე ამ თამაშს ვერ გადავურჩევ, მაგრამ მე 99% მგონია 3-იანი შავი. 3-იანს უსმენთ? 99% მართლა. ეცადე ანანო ეს პროცენტული მაჩვენებელი ცხოვრებაში არ გამოიყენო, იმიტომ რომ აი ძალიან ცუდად გექნება საქმე. ეხლა რომ გაგრძელდეს 100% მგონია მართალი ხარ მაგარ. თამაში გაგრძელდეს. მე ოზი ძმა ბოლოში გავუშვათ. უეჭველი რა, ძმა არ დამიჩაგრო. მაგრამ მე მგონია რომ მორჩება ყველაფერი და ძალიან იზი მოვიგეთ. ანანოს შეეტყო, მანამდეც ეტყობოდა მე ვიძახთი კალა არ დამეკავო. დასრულდა. 1 ნომერს უსმენთ? ბიჭო, იცი რა მჭირს ახლა? ანუ ანანოს გაშვება კი მინდა, მაგრამ მახარა რომ დავტოვოთ. 4 კაცში რო ვიქნებით და მე რაღაცა რო გააკეთოს კიდე სრული სიგიჟი და 3 კაცშიც რო კიდე რაღაცა ეგეთ იქნას, აი მაგისი მეშინია უნდა მოსოვიყო. მაგისი უფრო მეტად მეშინია ვიდრე იმისი რომ ის უფრო შავი მგონია. ლოგიკურად 3. დასრულდა თქვენი. დასახელებულები არიან 9, 8, 3, 1. ვიფიქრობს რომ 9-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიაცით ხმა? ვიფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიაცით ხმა? რუიანის ბოლო სიტყვა? მაინც აგიხსნით რა, 3-იანი შავი მგონია, მაგრამ ნახე 11 ნომერთან რო ვიყო გუნდში ხო?
აუცილებლად 11 ნომერზე ავწევ ხელს, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ 11 შავი მგონია, კალაც მანიშნებს, რომ 11-ზე წევს ხელს, ორიანი ხო 11-ზე აწევს ხელს. ანუ მე ვითვლი ჩვეულებრივად და რა თქმა უნდა 11-ზე ავწევ და მე პირველი ვიქნები, ვინც თავისიანს გაწირავს, ისედაც გაწირულ თავისიანს რა. ამიტომ აუცილებლად ეხა ვაყენებდი 69-ს. თუ 12-ს ვენდობი და ოზი მართლა გავუხარ. შეიძლება ოზიც იყოს შოგუნი, იმიტომ არ უნდა და გადამოწმება, რომ მე შეიძლება მოკვდე რა. ეგეც არის ვარიანტი, ხო? ამიტომ მე მაინც ემოციურად ისეთი ინტერაქცია ქონდა ორიანთან 3-ს, რომ მაგიტომ მგონია შავი 3 ნომერი. გაყავით 3 და ვიღაცა რა, ვისაც აერჩევს. დავში. და მიულოცოთ პატიოსნებს. მაფიოზები იყვნენ 2, 6, 10, შოგუნი იყო 8, 11 იყო, იაკუძა დეტექტივი იყო 12, 7-იანი იყო ექიმი. არა ღმერთო. დავიპოვეთ ერთმანეთს. ბრავო. მოჩაღარანო. დაუძახოთ მოთამაშეებს. ძალიან მისიამოვნე, საკმაოდ რთული თამაში იყო და ძალიან მიხარია, რომ ძმები კალატოზები და მახარა ბოლოს დარჩნენ აქ ჩემთან ერთად. მახარა მოიგო. კიდევ ეხა ეს ნავსი. და ამიტომ მინდა რომ ორჯერ მოიგო, წინას მოიგო? მახარის. სამკაცში. კოპალ. ოდიში. გილოცავთ პატიოსი მოქალაქეებს, მართლა ისეთ თამაში იყო, რა, მართლა დავიღალე რა, ეს უშავი კარტის ამოშოთ რა. მაგრამ ჩემმა მაფიებმა ხანდახან გუჩი რომ მიყავთ, არც ეგ არ იქნება ურიგო, მეგობრებო, ბატონო 6 ნომერი. რომ გადამიარეთ. არა რა არის, იცი? არა, რა უნდა დამეძახა ოზისთვის? ყველა მიგივე ილაპარაკეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ისე დაჭდა, რომ ძალიან მარტივად იპოვეთ მოქალაქეებმა ერთმანეთ და აი არის რა და ძლიერი ქალაქი იყო რა. და ქორომ ბოლოს 12 ნომერი რომ მოკლა, მივხვდი რომ მოიგებდა მან თამაშს. რა ვიცი, იზი თამაში იყო ძალიან და მეც არაფერს არ ავიყვე. ძალიან ძლიერი ქიმია შეიკრა ბოლოში და მე 6 ნომრის შოუებმა ძალიან გამართო და ძალიან კარგი იყო. სამწუხაროდ შამ ეტაპზე რომ შენ არ გაგიმართლა. თუმცა 12 ნომერმა ძალიან კარგად ითამაშა, უნდა აღინიშნოს. მე მგონია რომ ამ თამაშის წესები რაღაც ჩარჩოები არ არსებობს რა, ამ ჩარჩოებს უნდა გავცდეთ და ბევრად კარგი თამაში გამოვა. მინდა მოხარშო მომენტი. გაიხარე מחარ. მე და מחარამ ისე გავიწითლეთ თავი. ისე გავიწითლეთ თავი, რომ აღარ დაგჭირდა გადამოწმება. რა ამასაც ნიჭი უნდა מחარ. დამეწია מחარაც. კარგი იყო ქორო. ძალიან გავერთე მეც. და ცოტა ისეთ თამაში გამოვიდა, მარტივად მოვიგეთ გამოვიდა, მაგრამ სადღაც შუაში ნერვიულობდი მე. ხიტა არის ჩემი MVP არის ხიტა. მადლობა. აბა რა, GG. მადლობა მეგობრებო, ძალიან კარგი თამაში იყო. მე როგორც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, ფეხზე წამოვდგებით ხო და წამოვდგი, რადგან წამოვდექი. რადგან ჩემი ნასაუბრები რომ გავიაზრე, ერთი არასწორი ფრაზაც არ მithქვამს, ამიტომ მაყოფილი ვარ. ასევე მინდა რომ ნინიკოს გულიკები გავუსპამოთ, რადგან ძალიან განიცადა, ფოლებით გავარდნა და სამწუხარო იყო ჩვენი რომ ვიყავით. და ნინიკოს გულები ბევრი დაუწერეთ. ასევე ოზი MVP რანზი არის და ოზი რომ მაფიაში დაბრუნდა და ესე MVP-ობას იმსახურებს თელი სეზონი, ეხა იმედია ბოლო გადაცემაში გააფუჭე. არ გააფუჭებს ყველაფერს, მაგრამ ჯერჯერობით ყოჩა ოზი მაგრად მიდიხარ. ერთი ხო დარჩენილი ამის მერე. 2. მე საერთოდ არ მინერვიულია. უბრალოდ მე და ნინიკოს არ გაგვიმართლა გუნდელში. არა, გუნდელში არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ პირი დააღო ეგრევე და აი შავი ღრუბელი, როგორც ბუმბერაზი, გიორგი, გევორგ კალატოზი იყო და აი შავი ღრუბელი დასტრიალებდა თავზე და მე არ შემეძლო, რომ არ შემეტია და მადლობა ლაშა, ჩემო გუნდელო. რომ ეგრევე ერთად ვიყავით ჩვენ და სწორად გავაგდეთ 2 ნომერი. ხელი შენზე არ ამიწევია, 7 ნომერზე ავიწიე მე. ბოლომდე შეგეძლო. და 12-ს ვხო კიდე რომ იოგები მართლა დაიწყნაროს. მადლობა. ძალიან კაი თამაში იყო. ასე თუ ისე მარტივად ჩამოყალიბდა ქალაქის სწორ დეტექტივში. ექიმში.
ცოტა გვიან ვაპირებდი გახსნას ჩემ ჯერზე, მაგრამ კაი იყო რა, როგორც მოხდა, კარგად მოხდა და მინდა აღნიშნო სამიანის კარგი თამა, მახარ არის ძალიან კაი პატიოსანი მოქალაქე რა და ეს უნდა აღინიშნოს. ხო, გაასწორა რა. მე ძალიან მიხარია ხოლმე პატიოსნები რო იგებენ. ოღონდ ვერც ერთხელ ვერ დავემთხვიე მაქსი ხარულს ყოველთვის რაღაცა ბნელი ძალების წარმომადგენელი ვარ. მართლა არასდროს არ წყდება ხოლმე გული, როდესაც შავად ვაგებ რა. უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ ვერ ვზეიმობ გამარჯვებას. როცა ორნი ხართ და ეგრე სწრაფად კარგავ შენს თანაგუნდელს, თან ეხა სოსოსთან შანსი არ გქონდა რა. და მეც ალბათ მე მგონია რომ მაინც შენზეც რომ ამეწია ხელი მე მგონია რომ ბოლომდე მაინც ვერ გავიდოდი ამ თამაშში იმიტომ რომ კარგი ძლიერი პატიოსნები დარჩნენ ბოლოში ასე რომ აღარ გაგწირე მაინც და ისედაც შავის გაყვანა მირჩევნია კაცო რატო გაგიყვანდი მეოთხე თამაში იყო ცოტა რაღაც ფორმაში შევედით ვიღაცები და ძალიან მიხარია ხო შე როგორც ითამაშა ეგრეც ახლა კორო, გითხარი შენ რომ ნახო ჩანაწერი და წითელი კარტი რომ მოიღო ვერ დავიჩერებთქო და სასიამოვნო თამაში იყო, გამისწორდა და კორო, მოგიწყდი, აი გაკოცდი კისერში გაკოც. დირიკო. რა მე ხო არ გამსათქველი. აუ, როგორ გადამეფარა? შენ უნდა გეკეთე. არა მე უნდა გაკეთე. გადაუვასებდი შევი. კიდევ ორი გალიტა შოგონიანანო. იქ შენ სუთი თუარისტო შევა გაგიშვას ახლა. მილაპარაკო. დიახ თქვენ 30 წავიკავთ. აი ბაბა. აგანო ხო ჯერ. გილოცავთ პატიოსნებს. სიმართლე რომ გითხრათ, რომ ვიყვიწებდი მაფიის დროს, მარტო მაშინ გრძნობდი, რომ მაფიოზი ყავ. ჩემი გადმოსახედა როგორც ჩავს, ეგრე არ მითამაშია. ამიტომ რაღაც არც ნერვოობა და რაღაც ის არ მქონია. გილოცავთ პატიოსნებს გამარჯვებას. გამიხარდა სხვათა შორის, იტა ძალიან დიდი მადლობა. და რა, მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი. ძლიერი პატიოსნებს ულოცავ გამარჯვებას. მაგას ჯობდა კურდღელია მოგეყანა ახლა მომბაძავდი კურდღელი რადიჯერ სამოყვა მარტოკლეა კურდღელს უკბინა იმრა აღიზ ირა ბეჭიცავს მადლობა ეს რა ქვია რომ მოვიგეთ მაგრამ მალე რომ მოვჭით და ახლა მეორე თამაშსაც რომ მოვასწრებთ. ლუკა შენი ხმობა ძალიან მომეწონა. როგორი დელივერიც ძალიან მომეწონა. რომ გაიღვიძე ღამე ვიჭიტებოდი, ოდნავ ზედმეტად, ოდნავ ნაკლებად რო გეთქვა, ეგეც საცილო არ იქნებოდა და ეგ იყო ჩემთვის ჰაილაიტი. ძალიან საინტერესო, უნიკალური თამაში იყო. ოზი გავს ესე უნდა მეთქვა და იქ ვთქვი და არგენტინიდან რომ ეს წავიდა ხო გახსოვთ? მე აქ აღარ მოვალო და რომ დაბრუნდა და მსოფლიო მოიგო. ეგრე არის ახლა ოზი და მოიგებს ამასაც და მე გააჯვამს მედია მარტო. მადლობა მეგობრებო გულშემატკივრობისთვის და ლაიქეთ გამოიწერეთ არხები ეხა კი ქულების დაწერის მომენტი იქნება და თქვენი ფავორიტი შეგიძლიათ გამოავლინოთ ბეტსონ სპორტის აპლიკაციაში ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Celsius რომელიც არის გათბობა გაგრილების კომპანია Celsius-ი არის ოფიციალური წარმომადგენელი არისტონის მადლობა და შემდეგ შაბათს შევხვდებით რიგით მეოთხე ეპიზოდი პატიოსნების გამარჯვებით დამთავრდა. მათ ყველამ მოგების 1000 ქულა დააგროვეს, ასევე შეუძლიათ რომ პლუს 15 ქულა დააგროვონ, ანუ 25-მდე ავიდნენ, ხოლო წაგებული იაკუძა და მაფია 6 ქულას აგროვებენ და ეს 6 ქულა ან უნდა გაზარდონ, ან უნდა რაღაც მინუსვლებით დააკლდეთ. შესაბამისად, ნახოთ როგორ გადანაწილდება ქულები და ლიდერბორდი ძალიან დაიძაბებო მე დარწმუნებული ვარ. ამ თამაში პატარა დეჟაუსავით მქონდა, როდესაც მეორე ეპიზოდი იყო All Stars-ის ამ სეზონის ოზის დეტექტივი
მონაწილეობის დროს ამბობს გიჟურ იდეას, რომ მოდი ეხა ვინმე random ფერი გავყოთ შავთან და მე მჭირდება რომ უფრო ნაკლები გადამოწვევები გავაკეთო და მოდით ვინმე შეწირეთ თავი. ნინიკო იღებს false და ის მის თვალში წითლდება. მე ოზი ამბობდა რომ მე ამ სulis შემდეგ ძალიან გამიადვირდა მოგება. მსგავსი სიტუაცია იყო ზუსტად აქ, როდესაც ოზი პირველ ნომერზე გადამოწვეული პატიოსანი არის და ამბობს რომ მე ეხა მჭირდება ვინმე შესაწირი მოთამაშე. ეს იდეა ზოგადად იდეა მე არ მომწონს და ზოგადად გაუმართლებელი არის, თუმცა ოზი არის და ოზის უყვარს გიჟური იდეები და ამან კარგად ითამაშა რა. ნინიკო იღებს მეოთხე false და თამაშს ტოვებს. ზოგადად ასეთი false აღება არ შეიძლება, იმიტომ რომ არასათამაშო გაწითლება არის და თამაშს ტოვებ false მე ავდგები. დები, მაშინ უნდა პირდაპირ ადგე. ანუ ესე იგი რაღაც დაპირება არის და რაღაც მუქარასავით შეიძლება იყოს სხვა კონტექსტში რა. შესაბამისად, ამ ფოლის გატარება არის შეუძლებელი. როდესაც მაგალითად ვიღაც სხვა მოთამაშე რაიმე სახალისო სიტყვის და გავიცინებთ, ის ფოლი შეიძლება ვაპატიო, მაგრამ ეს სათამაშო ფოლი, რომელიც თავის სტატუსს იძლევა, არის ძალიან ცუდი ფოლი და ამის გატარება არ შეიძლება. თან მით უმეტეს All-Star-ი არის ცოტა სპორტულად უდგებით, თუმცა ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ რაღაც შოუს ელემენტებიც. ასე რომ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს რომ გულიკები გაუსპამეთ ნინიკოს და გავამხნევოთ. ნინიკო 6 ქულა გარანტირებულიდან აგროვებს 4 ქულას, ანუ კარგავს ქულებს. ეს ფოლით გავარდნა არის ძალიან ცუდი სვლა. ზოგადად ამ თამაში ნინიკოს არ ქონია რაღაც დამატებითი სვლები, არ გამოირჩეოდა, შესაბამისად ვერ აგროვებს დამატებით ქულებს და 6 ქულას კარგავს და აგროვებს 4 ქულას რა. შემდეგი მოდის ქორო, რომელიც აგროვებს 6 ქულას და ეს თამაში ისე დაიწყო, რომ ჯერ გავარდა ერთი იაკუძა, მერე გავარდა მეორე მაფია, მერე გავარდა მესამე მაფია, რაღაც მშრალად მოიგეს პატიოსნები, მაგრამ ბოლოს შოგუნი რა. შესაბამისად, ქორო აგროვებს 6 ქულას, რომელიც დეტექტივის პირველი შავი ნაპოვნი კარტი იყო. დიდი არაფერი სვლები არ ქონია, რაღაც განსაკუთრებული, ბევრისთვის საეჭო იყო და შესაბამისად ქორო აგროვებს 6 ქულას. შემდეგი მონაწილე არის ლაშა, რომელიც პირველი გავიდა თამაშიდან, ის რაღაც ირიბად გაიხსნა თავიდან ექიმად, თუმცა ნამდვილ ექიმთან დუელი წააგო, ასევე გადამოწვდა პირველივე შესაძლებლობაზე მარჯვენა ხელის მხრიდან, ანუ რაღაც შეფარვაც ვერ მოახდინა, ვერც გაისროლა იაკუძამ, შესაბამისად ლაშა აგროვებს იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც კარგი საუბრები ქონდა, მაინც 7 ქულას, ანუ 6 ზრდის 7-მდე. მაქსიმუმ შეიძლება 15 ქულა დაეგროვებინა. შემდეგი მოთამაშე მოდის კოპალა, რომელიც გაიხსნა დეტექტივად, სხვათა შორის 0 წრეზე 12-ის, აი ეს ის თამაში იყო, როდესაც 12 ნომრიდან შესაძლებელია რომ გაიხსნა დეტექტივად რა. მეც გამიკეთებია ხშირად, შავიდანაც გავხსნილ ვარ და დეტექტივის მხრიდანაც. ეს არ არის საკრძალული, ეს არც უპირატესობას არ გაძლევს. 12 ნომრიდან 11-დან 10-დან, იმიტომ მოსულა დეტექტივად გახსნა, რომ უფრო მეტად შეიძლება დაინახო ფერები. მაგალითად დაინახო 6-7 ფერი სიტყვაზე ვამბობ, რომ თქვენ პატიოსნები მგონი ხართ, მოდი მითხარით, ეხლა დამეხმარეთ, ვინ გგონიათ მაფიოზი თქვენ, ვისაც მეტყვით მე იმას გადავამოწმებ თქვენ ფერზე გავიგები მის ფერს, ლოგიკური ჯაჭვები დაალაგო. აი, პირველი, მეორე, მესამე და გახსნა საშინელებაა. თუმცა ჩვენ შედეგობრივად ვაფასებთ. ორი ნომერს დაუბრუნდეთ კოპალას, რომელიც აგროვებს 8 ქულას. მას უფიქსირდება ის პლუსი, რომ იპოვა იაკუძა, მარჯვენა ხელის მოვალეობა ეს არის. შემდეგ გაიხსნა დეტექტივად, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 11 ნომრის გაყვანისა, მაინც პლუსი არის, რომ მან იაკუძა გაიყვანა. შესაბამისად კოპალას 8 ქულა. ანუ რომ შევადაროთ, ლაშა კოპალაზე ადრე გავიდა. შესაბამისად აუცილებლად წინ უნდა იდგეს. შემდეგ მოდის ანანო, შოგუნი, რომელსაც არ ქონია ძლიერი თამაში, თან მით უმეტეს, როდესაც 11 ნომერი იყო გადამოწვეული მაფიოზი და ექიმია გახსნილი. ექიმმაც იცოდა, რომ 11 ნომერი დიდი ალბათობით იაკუძა არის, იმიტომ რომ 12-ის დეტექტივობით თამაშობს. ანუ 8 ნომერი
ამბობდა ქალაქში რომ 2 გავიდეს, 2 შავია შემდეგაც. სწორედ ამ სulis გათვალისწინებით ბოლოს მაფიის შემდეგ უკვე შოგუნს მოუწია თამაშის დატოვება. ანანო აგროვებს 9 ქულას, იმიტომ რომ უფრო მეტად გავიდა ფინალურ ეტაპზე. თუ ფინალურ ეტაპს დავარქმევთ ამას საერთოდ. შემდეგი მონაწილე არის ჰიტა პატიოსნებიდან, რომელიც აგროვებს 16 ქულას. სხვათა შორის ამ თამაში ეტყობა ჰიტას, რომ ძალიან გაძლიერდა და რაღაც წინ წამოვიდა, ანუ რაც უფრო მეტ თამაშს თამაშობენ მოთამაშეები, პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ კარგი სულები ჰქონდა რა. მას 0 წრეზე შესანიშნავი გუნდი ყავდა, ასევე პირველ წრეზე 2-11 და 6 დაასახელა, რაც პლუსები არის და ბოლოს თქვა რომ თუ 7 ნომერმა ეს ემოცია დააფეიქა, მაშინ მე წავაგო არ მაინტერესებს, ანუ გადაწყვეტილად ჩაეწერა 7-იანის ექიმობაში. ზოგადად ამ თამაში რამოდენიმე პატიოსანი აგროვებს თანაბარ ქულას. კნო არის შემდეგი მოთამაშე, რომელიც სხვათა შორის მაგიდას კარგად ითვლის და კარგად მიუყვება. კნოს უფიქსირდება რაღაც მინუს სულები, რაც არის ის რომ მან 6 ნომერი კი ჩათვალა შავად, მაგრამ როდესაც პირველი წრე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის ხელს ფანტავს 6 ნომერში არა და 11-სა და 2 შორის გაიყო თითქმის ხმები. 5-4-ის წინააღმდეგ და შენ როდესაც პატიოსანი მოქალაქე ხარ, არ უნდა გაისროლო ვიღაცა მე-3, მე-4, მე-5 შავ კარტზე რა. შესაბამისად ეს ძალიან ცუდი იყო. თუმცა შემდეგ უკვე კარგად აფასებდა, კარგად ითვლიდა მაგიდას, ამბობდა რომ 9-ში 1 შავი არის, მისთვის 3-იანი პატიოსანი იყო და 11 ნომერი იაკუძად გავიდაო ამბობდა. შესაბამისად, კნოც აგროვებს 16 ქულას. აქ 2 მოთამაშე რო ერთმანეთს შევადაროთ, ზოგადად ჰიტა შეიძლება უფრო მეტად წინ დავაყენოთ, იმიტომ რომ ადრე დატოვა თამაში და თუ ადრე დატოვებ უფრო კარგ სიტყვას, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თამაშის ბოლო ეტაპზე რა. შესაბამისად, კნოს უფრო გაუადვილდა. მინუს ქულების გათვალისწინებით, კნოც აგროვებს 16 ქულას. შემდეგი მოდის საეჭო, რომელმაც დააგროვა 16 ქულა. ის წინა გამარჯვების მსგავსად, როდესაც სამკაცში იყო დარჩენილი და სწორად აწია ხელი ქოროზე, აქაც გამარჯვებულ გუნდში აღმოჩნდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო 8-იანი გაუშვეს. თუმცა, მარტივი მისახვედრი იყო, ასე ვთქვათ რა. შესაბამისად, მახარაც აგროვებს 16 ქულას. შემდეგი მოთამაშე მოდის სოსო ექიმი, რომელიც აგროვებს 17 ქულას. საკმაოდ საინტერესო თამაში ჰქონდა სოსოს. მან თავისი დუელი მოიგო ლაშასთან, გაიყვანა 11 ნომერი. ექიმი რო ხარ, თუ ვინმეს არ გადაარჩენ, თავარი ეგ არის რომ შენი დუელი მოიგო და შემდეგ ღამე მოკვდა. მართალია ვერავინ გადაარჩინა, თუმცა საინტერესო ჰილები ჰქონდა. თავიდან სოსო 3-4 პატიოსანთან თამაშობდა და 6 ნომერს უტევდა. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, როდესაც 12 ნომრის დეტექტივობაში იყო ჩაწერილი, მან თავი გადაირჩინა. გასაგები არის, რომ 11 ნომერი მოიხსნა როგორც მის საწინააღმდეგო შავი და აქ შეიძლება რომ 7-იანში გავიგდეს სროლა, თუმცა აქ 12-ში რომ გაესროლა მაფიას, ეს ძალიან მინუს ქულა იქნებოდა რა. თუმცა შედეგობრივად საზღვრავთ ჩვენ და შედეგის მიხედვით სოსო აგროვებს 17 ქულას. ასევე სოსოს ბოლო კარგი სიტყვა ჰქონდა და ამბობდა რომ 9-10-ში განიხილეთ ვინმე შავიო. შემდეგი მონაწილე მოდის კალა, რომელსაც საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა. კარგად იყო ჩამოყალიბებული და ბოლოს შოგუნი მან იპოვნა. მისი არგუმენტი იყო, რომ 8 ნომრის 11 ნომერზე ხელის აწევა, რომელიც დათვლით იაკუძა გამოვიდა, უფრო მეტად ის 8 ნომერს გაიყვანდა და აი მერე რა მოხდებოდა უკვე აღარ იცოდა, თუმცა 8 ნომერი იყო შოგუნი და თამაში მოიგეს. მისი დასახელებით და მისი ინიციატივით. კალას თამაში თავიდან საკმაოდ კარგი გუნდი ყავდა, 3-4-5 პატიოსნები და ასევე ხსნიდა 12 ნომერი თუ არის შავი, ერთის უფრო შავად შემოიყვანდა. ეს საუბრები ზოგადად კარგად აისახება ხოლმე თამაშზე. ასევე კარგად ითვლიდა მაგიდას და ბოლოს შოგუნიც მისი ხელით გავიდა და მისი ინიციატივით. კალა აგროვებს 19 ქულას. შემდეგი მონაწილე მოდის ოზი. ოზი ძალიან ექსცენტრიული მოთამაშე არის და ძალიან დიდი განვითარება აქვს მით უმეტეს ამ პროექტში, ამ სეზონში, როგორც ხედავთ, უკვე პირველ ადგილზეა, თუმცა ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი. შემდეგ 2 თამაში არის დარჩენილი და ვნახოთ რა მოხდება. ოზის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უკავშირდება ამ თამაში არის რომ მან კარგად დაიჭირა 7 ნომრის ემოციები და 7 ნომრის ჟესტიკულაციები, როდესაც 11 გაიხსნა ექიმად. შესაბამისად ეს ძალიან კარგი იყო რომ გახსნა და ახსენა ეს ყველაფერი.
ასევე ამბობდა ოზი, რომ 11 ნომერი შეიძლება 2 ნომერ მარჯვენა ხელს ყავდეს გადამოწმებული იაკუძადო და 11-ის გაყვანას აქცენტირებულად ითხოვდა. ამ თამაში პირველი გადიოდა აუცილებლად 11 ნომერი. როდესაც 2 ქილი არ მოხდებოდა, დიდი ალბათობით 11 იქნებოდა იაკუძა. ანუ 2 ნომერზე ადრე გადიოდა 11 ნომერი. ასევე კიდევ ერთი ექსცენტრიული სვლა უფიქსირდება ოზის, რომელმაც 10 ნომერი მაფიოზი შედეგობრივად გაიყვანა ფოლებით. მისი საუბრის დროს აიღო 10 ნომერმა მეოთხე ფოლი და შეეწირა ქალაქს როგორც პატიოსანი მოქალაქე და შემდეგ უკვე 2 ქილი როდესაც ქილები აღარ მოხდა, ყველა გაუგნდა რომ 10 ნომერმა მაფიოზმა გააკეთა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო იყო ოზის თამაში, თუმცა ძალიან სარისკო და ეს ბეწვის ხიდი როდის ჩაწყდება, არავინ იცის. ამ თამაში ოზის შეიძლება ჩაუთვალოთ მინუსად, აი ზუსტად ეს სვლა, რომ მოდი ეხა 6 ნომერ გადამოწმებულ შავთან ვინმე პატიოსანი ავაყენოთ. არა, არასდროს არ ხდება. იმიტომ რომ შეიძლება მაგიდაზე იჯდეს შოგუნიც, შეიძლება იჯდეს კიდევ ერთი შავი და უკვე როდესაც 6 ადამიანია თამაში დარჩენილი, შეიძლება რომ ჩატყდეს ხელი და მერე უკვე გვიანი იყოს, როდესაც პატიოსანს გაიყვანენ. ან ვიღაც პატიოსანი შავთან არასდროს არ უნდა აყენო 6 კაცში ასეთ ადრეულ პერიოდში მაინც. თუმცა ოზის ასევე ერთი მნიშვნელოვანი თემას განიხილავდა, თუ 2 ნომერმა 11 ნომერი თავისი შავი შემოიყვანა, მაშინ შეიძლება იაკუძასთან და შოგუნთან ვაგებდეთ ღამე სიკვდილის შემდეგ 2 თორშიო. ასეთი განხილვები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ამის შანსი საკმაოდ პატარა იყო. ოზი აგროვებს 19 ქულას. შემდეგი მოდის ამ თამაშის MVP და სხვათა შორის თქვენც შეგიძლიათ რომ ხმა მისცეთ Betson Sport-ის აპლიკაციაზე, რომლის QR კოდი გამოვა ახლა, შეგიძლიათ გადმოწეროთ და თქვენ ფავორიტს მისცემთ. იქ იქნება 4 შესაძლო ვარიანტი და თქვენ შეგიძლიათ რომ გამოავლინოთ თქვენი რჩეული, რომელიც Betson Sport-ისგან დასაჩუქრდება 500 ლარით. ბასტოს საკმაოდ კარგი ემოციური გახსნა ჰქონდა, ის 2 ნომერთან მიმართებაში კარგი დეტექტივი იყო, თან რაღაც პოზიციურად, ასე ვთქვათ, მოუგო 2 ნომერს. თუმცა გადამოწმებები ჰქონდა ძალიან სუსტი, 1 ნომრის გადამოწმება. ამ თამაში პირველი თამაშისგან განსხვავებით 1 ნომერი უფრო მოწმდებოდა. იქ 8 ნომერს ყავდა 2 სხვა დეტექტივი და აქ საერთოდ 2 დეტექტივი იყო და 1 ნომრის ფერი უფრო საინტერესო იყო ვიდრე იმ თამაში. შესაბამისად, მოსულა 1 ნომრის გადამოწმება, ზოგადად რაღაც დოგმები მაფიაში არ არსებობს. და თუ ასე ვთქვათ, შენი სვლა გამართლებული იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ბასტოს ამ სვლით თამაში არ წაუგია, შესაბამისად კარგი არის. თუმცა რომ ვთქვათ, 3 გადამოწმებიდან 2 პატიოსანი იპოვნა, რაც ცუდი არის და მხოლოდ 6 ნომერი ბოლოში აღმოაჩინა მაფიოზად. ასე რომ ბასტო აგროვებს 21 ქულას. სანამ დაჯამებული ქულები გამოვა ეკრანზე, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ტარდება თბილისის თასი მაფიაში 5000 ლარიანი საპრიზო ფონდით, რომელშიც მონაწილეობა ყველას შეგიძლიათ +18 უნდა იყოს აუცილებლად. შეგიძლიათ რომ მაფია ჯიზე დარეგისტრირდეთ და მობრძანდეთ კვირას 14 რიცხვში. ეს იქნება მეორე შესარჩევი. პირველმა შესარჩევმა შესანიშნავად ჩაიარა, 12 MVP გადავიდა უკვე ნახევარფინალში. 14 რიცხვში კვირას იქნება მეორე შესარჩევი ეტაპი, ასევე ჩატარდება მესამე ტურიც, რომელსაც გაიგებთ. თქვენ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ მაფია ჯიზე და დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მაგიდა. ნახევარფინალების შესახებ ერთად გავიგებთ, ხოლო ნახევარფინალები ჩატარდება ქულების სისტემით და გამოვლინდება 12 ფინალისტი, რომელსაც გადავიღებთ და დავდებთ YouTube არხზე. წარმატებებს გისურვებთ. ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, რომ გამომწერების ტურნირი გამეკეთებინა. შესაბამისად, Betson Sports კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადაუხატო ამ ტურნირის დასპონსორებისთვის, რომელსაც ცალკე გადავიღებთ და დავდებთ სეზონ ოფის სახით. თბილისის თასზე მონაწილეობის მიღება არ დაგაუწევთ. მადლობა ყველა სპონსორს და მომავალ შეხვედრამდე. შემდეგ შაბათს შევხვდებით.